მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს გვაქვს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს მეორეს ხდომა. მივესალმები ბატონ ირაკლი სასანიას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის სოციალურ საკითხთა და ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილეს. მივესალმები თქვენს გუნდს, მივესალმები ჩემს კოლეგებს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ქალბატონ ნინოს, მივესალმები ჩვენს სტუმრებს, ტრადიციულად ჩვენს მეგობრებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და UNICEF-იდან. ასევე მივესალმები სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასოციაციების წარმომადგენლებს, ჩვენს კოლეგებს. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ ბოდიშ გიხდით ტექნიკური ხარვეზისათვის. ასევე მივესალმები ჩვენ სტუმრებს, რომელიც ჩაგვერთვებიან დღეს ამსტერდამიდან. ამიტომ მოდით დღეს მე აღარ დავკარგავ დროს შესავალ სიტყვაზე. ერთადერთი გეტყვით, რომ ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს ორი საკითხი. პირველი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზის დასრულების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები საქართველოში და მეორე არის ტყვიით მოწამვლის პრევენციის ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის მიმდინარეობა. იცით, რომ ორივე ეს პროექტი დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოში და პარლამენტის ზედამხედველობის ქვეშ არის, რა თქმა უნდა, ჩვენს კომიტეტთან ერთად. ამიტომ მე მინდა მივესალმო ჩვენ სტუმრებს. პირველი არის ტუბერკულოზის ვაქცინაციის მზადყოფნა ჯანიკა ჰუსერი, რომელიც ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს პოლიტიკის საკითხების ხელმძღვანელია. მინდა გითხრათ, რომ ვისაც გჭირდებათ არის პარალელური თარგმანი სინქრონი და შეგიძლიათ ამ სინქრონით ისარგებლოთ. მოგესალმებით ჯანიკა, დიდი მადლობა ჩართვისათვის. გესმით ჩვენი ხმა? I can. Can you hear me? Can you hear me? I can hear you. მე მესმის თქვენ თუ გესმით? მე მესმის თქვენ თუ გესმით? მოგესალმებით. Hello, I can hear you. მე მესმის თქვენ თუ გესმით ჩემი? Wonderful. Okay, thank you very much. ძალიან კარგი. Please start. Thank you. ძალიან კარგი. Apologies, I think there is a bit of a lag on the line. Would you ნაი just რაღაც start? ხმა გვიან მომდის და დავიწყოთ. Perfect, thanks so much. დიდი მადლობა. Before I speak of TB vaccine, სანამ ტუბერკულოზის ვაქცინაზე ვილაპარაკებ, ალესია ჩემმა კოლეგამ შეიძლება წარმოადგენოს მთავარი ფოკუსი და პრიორიტეტები. აი ეს თუ იქნება მისაღები. Okay. დიახ. Thank you, Alessia, over to you. Thank you so much, Janika. Thank you so much, distinguished guests. დიდი მადლობა პატივცემულო სტუმრებო. შემიძლია დაგიდასტუროთ რო გვესმის? Nice to meet რო you. გესმით? დიდი I'd like to see you at least on მოხარული ვარ რო ხედავთ online minds. time. Okay. მაშინ So, as მოგესალმებით, რა ვიცი, აქაც Hello. ცოტა გაურკვევლობები გვაქვს. პირველი მოხსენებელი არის ჯანიკა და მოусმინოთ მას, რომელიც შეეხება ტუბერკულოზის ვაქცინაციის მზადყოფნას და ის არის ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს პოლიტიკის საკითხების ხელმძღვანელი. გისმენთ ჯანიკა? Brilliant, thank you so much. Thank you, Chair, Honourable Minister, Medical Committee, and the National. დიდი მადლობა პატივცემულო ბატონო თავმჯდომარე. Inviting me to address this meeting of the committee. It's a pleasure to join. ჩემთვის პატივია რომ დღეს შემოგიერთით. My name is Janika Hauser. მე ვარ იანიკა ჰაუსერი, პოლიტიკის გლობალური ტუბერკულოზთან ბრძოლის სამდივნოს მუშაობ ძალიან მჭიდრო ჩემ კოლეგა ალიასასთან. Translation.
Okay. Yes, please start it. Okay. Thank you very much. In the field of TB, Tuberkulozის სფეროში პოზიტიური ინფორმაცია იშვიათია, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვიმყოფები დღეს აქ, რომ მოგაწოდოთ საბოლოო ინფორმაცია ტუბერკულოზის ვაქცინასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი, ვინც იმყოფება ოთახში, BCG-ს ვაქცინაციას იცნობს ბავშვებისთვის 100 წლის არის და ძალიან არაძვირი ბავშვებს იცავს, მაგრამ delayed diagnosis. მოწყვლადი პრეპარატია, არასწორი დიაგნოზის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. In men with high TB. 10 წლეულების განმავლობაში იყო მთავარი პრეპარატი მრავალ ქვეყანაში, რომელსაც ტუბერკულოზის ტვირთი მძიმე აქვს. თუმცა დაცვა BCG-ს თვალსაზრისით ვარ ეცემა მოზრდილებისთვის უმრავლესობა არ არის დაცული BCG-ს ვაქცინით და აი ამ ჯგუფებში ვხედავთ, ასაკობრივში ჯგუფებში ვხედავთ უმრავლესობას ტუბერკულოზის შემთხვევებისა. აი ეს წვეტა ვაქცინაცია დეფიციტი, რომ ვერ იცავს ვაქცინა, აი ეს არის მსოფლიოში ტუბერკულოზის გავრცელების მიზეზი და მრავალი მოზრდილი ბავშვი ტუბერკულოზით ავადდება, იმიტომ რომ ვაქცინირებული არ არის და აქედან გამომდინარე ახალი ტუბერკულოზის ვაქცინის შემუშავება და ეს არის სტრატეგია ჯანმოში და ასევე პოლიტიკური დეკლარაციები გაკეთა გაეროში მაღალი დონის შეხვედრებზე ტუბერკულოზთან დაკავშირებით. ვაქცინები იძლევა, რა თქმა უნდა, ხანგრძლივ დაცვას რაც მოგცემს საშუალებას ვიბრძოლოთ ტუბერკულოზის აღმოფხვრისთვის. მოდელირება, რომელიც ჩატარდა რამდენიმე წლის წინ, გვანახებს, რომ 25 წლის ვაქცინაცია მოგცემს საშუალებას 40 მილიონი ანტიბიოტიკური მკურნალობა ავიციოთ და კატასტროფული ხარჯები ავიცილოთ თავიდან და 7.1 იქნება ამონაგები ინვესტიციაზე. კოლევების აწლეულების შემდეგ ეს შესაძლებლობა ფაქტიურად რეალურია. ორი ძირითადი ფაზა ჩატარდა ტუბერკულოზის ვაქცინაციაზე ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის მიმდინარეობს ეს ყველაფერი და გვაძლევს საკმაოდ ეფექტურ შედეგებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეფექტურობასთან დაკავშირებით. და ორივე ვაქცინის დატესტვა ხდება ორი ადამიანებს, რომლებიც ტუბერკულოზი აქვს და HIV შიცი. 30,000 მონაწილეა ამ ტესტირებაში 30 ქვეყნიდან და 50-დან 60%-მდე უნდა მიაღწიოს ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებლებმა. შეიძლება ეს მოგზალებულად ჟღერდეს თუ შევადარებთ სხვა ვაქცინებს, რომელიც შესულია ეროვნულ დღის წესრიგში. 50%-ით ეფექტური ვაქცინაც კი განახევრებს ავადობის მაჩვენებელს. ტუბერკულოზი კვლავ უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე სხვა ინფექციური დაავადებები მსოფლიოში. დაცვის ეს დონე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. მონაცემები, რომელიც მოვიყვანე რამდენიმე წუთის წინ, ეფუძნება ვაქცინას ეფექტურობის 50-70%-ით. და ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ წინ, ვიდრე მოსალოდნელია, იმიტომ რომ თემები, რომელზეც დიდ დარტყმას ახორციელებს ტუბერკულოზი, აქტიურად მონაწილეობენ ტესტირებაში. სამწუხაროდ ზოგჯერ ხმა წყდება ხოლმე. რამდენიმე დამატებითი ვაქცინაც არის, რომელიც პირველად სტადიაზეა განვითარების და აი პირველ ადგილზე ყოფი კანდიდატებზე ვაკეთებთ აქცენტირებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ ქვეყნებს მალე ექნებათ მრავალი ვაქცინიდან არჩევნის გაკეთების საშუალება ტუბერკულოზთან ბრძოლის. ეს ვაქცინა მესამე ფაზის შედეგები ველოდებით
2027 წლის ბოლოს 2028 წლის დასაწყისში ამის შემდეგ ალბათ ლიცენზიას მიიღებს ვაქცინა და დაამტკიცებს ჯანმო პოლიტიკის მარეგულირებელი მიმართულება დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვაქცინა იყოს შემოღებული და სხვა დროს წლები ჭირდება ვაქცინას მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიურად მიუყვებით მოსამზადებელ პერიოდს გასულ წელს ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფი შეიკრიბა რომელიც მისცემდა გაიდლაინებს პარლამენტებს სხვა სტრუქტურებს სადაც იყვნენ შესულები მეცნიერები ჯანმოს წარმომადგენლები გლობალური ფონდის წარმომადგენლები 6 პრიორიტეტის აქ ქმედების რეკომენდაცია მოხდა რომელიც თავრობა უნდა განახორციელოს პირველ რიგში უნდა იყოს ჩართული უმაღლესი განათლების მიმღები პირები ფინანსთან და ჯანდაცვის მინისტრები საკონსულტაციო ჯგუფები ტუბერკულოზის საკონსულტაციო ჯგუფები რათა მოხდეს პოლიტიკის შემუშავება იმ გადაწყვეტილებებზე რომელსაც ვიღებთ მეორე სტრატეგიული ჰარმონიზაცია უნდა განხორციელდეს რომ შევიდეს ტუბერკულოზის ვაქცინა შესაბამის სტრატეგიებში და ჩარჩოებში როგორც არის ტუბერკულოზი ანტიმიკრობიული რეზისტენტობა მიკრობიული რეზისტენტობა და უნდა მოხდეს თავრობის სტრუქტურების თანამშრომლობა იმუნიზაციის პროგრამა უნდა მოხდეს ძირითადად აქცენტირებით ბავშვებისთვის, ახალდაბადებულებისთვის და ბავშვებისთვის და პრიორიტიზაცია უნდა მოხდეს ასევე რისკის შემცველი მოსახლეობისთვის და სხვადასხვა დეპარტამენტებმა უნდა იმუშაონ ერთად რომ განსაზღვრონ როგორ იქნება ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის ანუ შემდეგი არის სცენარის დაგეგმვა ეს მიმდინარეობს ჯერ არ ვიცით რა შედეგები დადგება სხვადასხვა სცენარების განვითარება ხდება იმისთვის რომ ქვეყნებმა მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედონ როდესაც უკვე იქნება კონკრეტული შედეგები მეხუთე არის ინვესტირება რესურსებში რომ გავიგოთ ტვირთიან დაავადების რა ეფექტს იქონიებს მოსახლეობაზე და ასევე ანალიზიც უნდა ჩატარდეს ტუბერკულოზის ფარგლებს გარეთ მისი გამოყენების და მეექვსე უნდა იყოთ ჩართულები დაავადებულთა თემთან იმიტომ რომ დობა და მიღებადობა ამ მედიკამენტის ერთ-ერთი წინაპირობაა წარმატებული ვაქცინის შემოღების და მისი დამტკიცების საბოლოოდ ყველა მთავრობა და ყველა პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როდის როგორ წარმოადგინოს და შემოიტანოს ვაქცინები ეროვნული მტკიცებულების საფუძველზე და ეს დისკუსია გააძლიერებს ეროვნულ მზაობას და ეფექტურს გახდის ზეგავლენას საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ახალი ვაქცინების გლობალური კოორდინაციის უმნიშვნელოვანესი მომენტია გლობალური კოორდინაცია საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალური აქსელერაციის საბჭო შეიქმნა რომელშიც შესულია მთავრობის წარმომადგენლები დეველოპერები განმავითარებლები ფინანსური ინსტიტუტები რომ მოხდეს კოორდინაცია ამ ძალისხმების თუ ქვეყანა ჩაერთვება ამ პროცესში არის რისკი იმისა რომ როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება არასაკმარისი იქნება მიწოდება და ეს გამოიწვევს კრიზისს იმ თემებისთვის რომელსაც ჭირდება ყველაზე უფრო სწრაფად თანასწორობის დონეზე აი ამ ინფორმაციით დაგტოვებ და დარწმუნებული ვარ რომ კომიტეტის სამუშაო სამინისტროს სამუშაო გვაძლევს საშუალებას შევიმუშაოთ 5 წლის განმავლობაში ეფექტური ტუბერკულოზის ვაქცინები. ეს არ იქნება იდეალური იარაღი, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ეხლა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნები მზად არიან მაქსიმიზაცია მოახდინონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გავლენისა, გადაარჩინონ სიცოცხლეები, პირველად სატესტო ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ეროვნულ დონეზე მივახციოთ ერთობლივ ძალისხმევას და ჩვენ მუშაობთ პარლამენტებთან სოფლიოში მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად და მე ველი დისკუსიას დღეს რომელიც გაიმართება და შემდეგ წლებში ველი თქვენ დახმარებასაც ძალიან დიდი მადლობა და მოხარული ვარ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ და მოხარული ვიყავი რომ დღეს მომეცა საშუალება თქვენ წინაშე გამოსულიყავი და გისურვებთ წარმატებულ განხილვას. დიდი მადლობა ჯანიკა, დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტუბერკულოზის გლობალურ საბჭოსთან თანამშრომლობა, რომელიც წლებს მოიცავს და
ამ ინფორმაციის გაზიარებისათვის ქალბატონ ჯანიკას, რათა ეს მნიშვნელოვანი გეგმა, რაც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს უახლოეს 2028-მდე, უახლოეს 5 წელიწადში, რაც ჩვენი ერთად გასაკეთებელი საქმეა ნამდვილად. ამიტომ დიდი მადლობა ამ ინფორმაციისათვის, რა თქმა უნდა ეს ჩვენი მომავალი სამსჯელო და საზედამხედველო საქმე იქნება. თქვენის ნებართვით მე გადავცემ სიტყვას ტუბერკულოზის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით ქალბატონ ალისია მატუსევიჩ, რომელიც არის ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს სამხრეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური მენეჯერი და თამბაქოს კონტროლის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონო ალისია. Thank you so much. დიდი მადლობა და ჩვენ რეალურად მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენ ვალდებულებებს პარლამენტის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ წინ ვიაროთ ვაქცინის მომზადების გზაზე, აღსრულების გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და პირველ რიგში ნება მომეცით მაღალი შეფასება მიუცე ბატონ ზაზა ლომინაძის აქტიურ ლიდერობას, რათა გაძლიერდეს საქართველოს ტუბერკულოზის საბჭოსი. პატივცემულო ზაზა, თქვენი წვლილი საპარლამენტო დღის ეს რიგში რომ იყოს ტუბერკულოზი ძალიან სერიოზულ სიგნალს აგზავნის პარლამენტის ოლქთან დაკავშირების საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით. პირველ მინისტრის მოადგილეს მივესალმები ბატონ ირაკლი სასანიას. თქვენი მონაწილეობა გვანახებს ძალიან დიდ მაღალ ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან ტუბერკულოზთან ბრძოლაში და ჩვენთვის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ რომ პარლამენტი ჯანდაცვის სამინისტრო ერთად არის ჩართული, რასაც დღეს ვხედავთ. ძალიან ძლავრ მაგალითს გვაძლევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. და დიდი მადლობა სამწუხაროდ ხმა წყდება ჯანმოს საქართველოს ოფის. ეს გვანახებს ძალიან კარგ თანამშრომლობის მაგალითს მრავალსექტორული ჩართულობის, რომელიც გაგვაჩნია საქართველოში და მოდით გავავრცელოთ ეს გამოცდილება სხვა რეგიონებისთვისაც. მინდა აღვნიშნოს, რომ საქართველოს ტუბერკულოზის საბჭოს 2016 წლიდან მოდის ეგ აკაკი ზოიძე ხელმძღვანელობდა მას, ყოფილი პარლამენტარი. იგი გვანახებდა, რომ ტუბერკულოზი არ გახლავთ მხოლოდ სამედიცინო საკითხი, არამედ პოლიტიკური პრიორიტეტი. ამ შეხვედრაზე, რომელიც მიძღვნილია გლობალური საბჭოს მუშაობას, გვანახებს, რომ ეს ვალდებულება რეალურად გრძელდება და ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ. როგორც ყველა ვიცით, საქართველოს სერიოზულ პროგრესს მიაღწია უკანასკნელ ათწლეულებში, ტუბერკულოზის ინციდენტობა სერიოზულად შემცირდა და ქვეყანა რეგიონალური ლიდერი გახდა ინოვაციური მკურნალობის შემოღებაში, მაგალითად წამალ რეზისტენტობის თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ შევდივართ ახალ ფაზაში, აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში ნელ-ნელა მცირდება მხარდაჭერა ტუბერკულოზის პრობლემებისა. და მეორე ცხოვრობ ძალიან კომპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში, რაც ნიშნავს, რომ ძლიერი ეროვნული სისტემები და მდგრადი შიდა დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე ოდესმე, რომელიც გვაძლევს უწყვეტი მკურნალობის საშუალებას და პაციენტების მხარდაჭერის საშუალებასაც. და მინდა აქ ხაზი გაუსვა უმთავრესი როლი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების. სამოქალაქო საზოგადოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საყრდენი ეროვნული რეაგირების, ტუბერკულოზზე რეაგირების თვალსაზრისით. იგი აძლევს მხარდაჭერას, ძალიან ხშირად ხიდის როლს თამაშობს პაციენტებსა და ჯანდაცვის სისტემას შორის. ბატონი გიორგი ფაქტურიძეს ხედავთ უკაცრავად. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მუშაობს ტუბერკულოზის და თამბაქოს კონტროლის როიტყვიან გზაჯვარედინზე. იგი სისტემურად მუშაობს ორივე საკითხზე სისტემურად და ეს გამოცდილება, რომელიც საქართველოში შეიქმნა, იმდენად ძლიერია, რომ ჩვენ უზიარებთ მას საერთაშორისო დონეზე, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს. ამავე დროს მინდა პატივი მივაგო იმას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც არიან შემსრულებლები და უმთავრესი პარტნიორები ეროვნული ტუბერკულოზთან ბრძოლის საქმეში. ზოგი ორგანიზაცია ნებაყოფლობითაც მუშაობს, რაც წყინვალე მაგალითია ერთგულებისა პაციენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ჭირდებათ მყარი მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. არასამთავრობოების მხარდაჭერა და ფინანსება საშუალებას მისცემს სიცოცხლის, უმნიშვნელოვანესი სამუშაო აწარმოონ
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მოუწოდებ ქართულ პარლამენტარებს including through the signing the Barcelona Declaration, ბარსელონის დეკლარაციის stronger ხელმოწერასთან დაკავშირებით იყვნენ აქტიურები, რომელიც ასევე გულისხმობს მდგრად დაფინანსებას ტუბერკულოზის პროგრამებისა. საქართველოს სერიოზული ლიდერია ტუბერკულოზთან ბრძოლის თვალსაზრისით და შემდეგი ნაბიჯები მხარდაჭერილი უნდა იყოს სტაბილური დაფინანსებით, თანამშრომლობით სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაგრძელებული პარლამენტის ჩართულობა, უწყვეტი პარლამენტის ჩართულობას. ჩვენი საბჭო მოხარულია მხარი დაუჭიროს საქართველოს და მოახდინოს მისი გამოცდილების ტირაჟირება საერთაშორისო არენაზე. საპარლამენტო კომიტეტს მივისალმები ქალბატონ ელენა ჟეჟელაძისთვის, რომ მან მოახდინა კოორდინაცია და მოამზადა ეს შეხვედრა. ძალიან ენთუზიაზმის მომცემია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა აქ, რომელიც ტუბერკულოზთან დაკავშირებით საკითხებზე იმსჯელებს და მოახდენს ამის ტირაჟირებას მომავალში. დიდი მადლობა. დღებიანია ქალბატონო ალესია თვითონ აპირებდა ჩამოსვლას შემდგომ კვირაში, მაგრამ ბოლო მოვლენების გამო ისე მოხდა, რომ ამსტერდამიდან მოგვესალმა დღეს და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მას, მის გუნდს თანამშრომლობისთვის. მე მგონი არავინ არ გამორჩენია, ყველა მოასწრო და დაგვისახელა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას. შეკითხვები ხო არ გექთებათ აი ამ ორ ინფორმაციასთან დაკავშირებით საბჭოს წევრებო? დიახ. მოგესალმებით, მივესალმები დამსხე საზოგადოებას, ყველა სათითაოდ, დიდი მადლობა ასეთი კონსოლიდირებისათვის ყველა საქმეში და ნდობის უმაღლეს ხარისხი ჩვენი ურთიერთობა კიდევ არის გამიზნული პოტენციურ ბენეფიციარზე, რომელსაც დაეხმარება ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჯანმოსავლობმადგენლობას, ბატონ სილვიოს, რომელიც ამის კოორდინაციის ერთ-ერთი მესვეული გახლავთ. ყველა დანარჩენს როგორც მეგობრებს, როგორც კოლეგებს და დიდად პატრიოტსაცემ პიროვნებებს მოგესალმებით. აი ასე დავიწყოთ. ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის ჭხირი გადაიარაღდა. ტუბერკულოზის ჭხირმა ჩვენ გაგვშიფრა. გაიგო ჩვენი ჩანაფიქრი, რომ მასთან ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული და ისე შეიარაღდა, რომ ისეთი რეზისტენტული გახდა, ისეთი რეზისტენტული, რომ ეხლა საწყევრად გვაქვს საქმე, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ეხლა მე მეორე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მედიცინამტკიცებულებითი სფეროს წარმომადგენელია, მით უმეტეს დღეს ინფორმაცია ისე არის აღრეული და ისე არის დამახინჯებული, რომ პაციენტთან მისასვლელი სიტყვა აბერირდება, უამრავი ზიანი ადგება და პაციენტის წმენა შელახვა დაემუქრა. ეს გავიარეთ ჩვენ COVID-თან დაკავშირებით, ვაქცინაციასთან. ეხლა რას ვამბობთ? უყურეთ ჩვენ თანამედროვე მედიცინა, რომ თითქმის 100 წლის ვაქცინა, რომელსაც ვიყენებდით, თურმე ის არ ვარგა. თურმე ის არ ვარგა. და უნდა შევცვალოთ ეხლა ახალი ვაქცინით. და ამაზე უნდა გვენდოს ნებისმიერი ადამიანი. მე რასაკვირველია ექიმი ვარ და ვაქცინაციის მომხრე ვარ, იციან ყველა ჩემი დამოკიდებულება, დასაბუთების ნაწილში გვაქვს გაჭირვება. ამიტომ არა, არ ვარგა, არა, ვამბობთ, რომ უკეთესი გვიда. არა. უკეთესი. არა, მე სპეციალურად ვუტრებ ამ თემას და მე დიდი ხნის ექიმი ვარ და სწორი სიტყვის თქმა ყოველთვის ზაფრად უნდა ითქვას, რომ პაციენტის ყურთან მისული სიტყვა იყოს გახედნილი. ეხლა ჩვენ ვამბობთ, რომ დაგვჭირდება 5 წელიწადი. ეხლა მოდით ესეთი კითხვა დავსვათ. ეჭვიანი პაციენტის კითხვას ვსვამ ეხლა, ეჭვიანი პაციენტის. 100 წლის განმავლობაში ნამოღვაწეო ვაქცინამ, რომელსაც ეხლა წუნი დაედო. 5 წელიწადში შეიძლება გადაიფაროს ის მონაცემთა ბაზა, რომელმაც შეიძლება 100-იანი გამოცდილება შეცვალოს. ეს პირველი შეკითხვა არის, რიტორიკაა მართალია, მაგრამ მინდა რომ აქედან დავიწყოთ, პაციენტი არის ძალიან მგრძნობიარე, ნებისმიერი ადამიანი არის ძალიან მგრძნობიარე და ჩვენ ნებისმიერი გადაწყვეტილება ექიმმა და პაციენტმა ურთიერთ შეთანხმებულად და ახსნის კარგად დიფერენცირებული სიტყვების მეოხებით უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი. პლაცებო არის ორმაგი. ერთი პლაცებო როცა ექიმმა იცის და პაციენტმა არ იცის, მაგრამ მეორეა როცა არც ექიმმა არ იცის და არც პაციენტმა არ იცის. ეხლა ჩვენ უნდა შევიდეთ ახალ ფაზაში, სადაც ახალი ვაქცინა შემოვა და ეს არ ჩვენც არ გვეცოდინება და პაციენტთან როგორ უნდა მიიტანოს ეს გამოცდილმა ექიმმა. ეს პირველი ნაწილი შეკითხვის. და მეორე ფორმა მინდა ერთი შეკითხვა მინდა დავსვა.
ეხლა გაჟღერდა მე ვეტყობე ინფორმაციას ისე როგორც ახალგაზრდები არ გაურბივარ, ყველანაირ ინფორმაციას უსვენ, იმიტომ ექიმი ვარ და ვიცი რომ აქ ორი ყური და ყველაფერი უნდა მოვისმინო და ერთხელ უნდა ვთქვა, ამიტომ ბევრჯერ მონაცემს ეხლა ერთხელ ვიტყვი. პოლიომიელითან დაკავშირებული ვაქცინაცია, სადაც გაჟღერდა და ძალიან ცუდად გაჟღერდა, ან ვინმე დამიდასტუროს, ან უარყოს, რომ ამ ვაქცინის შემადგენლობაში, რომელიც ეხლა თვისობრივად ტუბერკულოზი და შიცი ერთად უნდა იყოს, გაჩნდება თუ არა ტერმინი გორმონის საკითხი ჰორმონალური გონადოტროპინის არსებობის თაობაზე ამ ვაქცინაში. თუ ეს იქნება განმარტებაც იყოს შესაბამისი მეცნიერების. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ვლადიმერ. თუ გესმით ჩემი, ქალბატონო ჯანიკა, ქალბატონო ალისია, ალბათ უფრო ქალბატონ ჯანიკას ეხებოდა. Hi, yes, I think there was a bit of interference on the microphone. Could you ask the question again? კარგად არ მესმოდა, თუ შეიძლება თავიდან რო დასვათ კითხვა. კარგით, მოკლედ და მარტო შეკითხვა. ორი ნაწილი. ეხლა თვისობრივად ახალი ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ხომ სწორია, მიდასტურებთ? Yes, so there are two vaccines. დიახ, ვადასტურებ, ორი ვაქცინის კანდიდატია. ორი ვაქცინის კანდიდატია, რომელიც მესამე ფაზას გადის ტესტირების. ამ ერთს ქვია M72 that has been developed by ვაქცინა. ჩემი პირველი შეკითხვა იყო, გავამარტივებ. რა თვისობრივი განსხვავება არის წინამორბედი მოქმედი ვაქცინისაგან, რომელიც თითქმის 100 წელი მოქმედებდა. ეს პირველი. Sure, sorry, that perfect, thank you. So the BCG vaccine is BCG ვაქცინა პრევენციაზე ეფექტური ტუბერკულოზის პრევენციისა პატარა ბავშვებში და ანუ ახალდაბადებულებში და პატარა ბავშვებში. და ეს ძალიან ღირებულია, მაგრამ ბერდება რა ადამიანი ასაკში შედის, რა დაცვა მცირდება და რევაქცინაცია BCG-ით ანუ ფაქტიურად ადრეულ ეტაპზე იცავს რა ეს ვაქცინა და ახალი ვაქცინის კანდიდატები შემუშავებულია იმისთვის რომ დაიცვას უფროსები. ერთი რომელზეც მიდის მუშაობა ბავშვებზეც მოქმედებს მოზრდილებზეც და მეორე მხოლოდ მოზრდილებზე. ანუ შუა ასაკის და მოზრდილებზე. ანუ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაცულები. ანუ ჩვენ ფაქტიურად თუ წარმატებული ტესტირება გვექნება, ორივე ვაქცინა უნდა მიუცეთ, რომ მოწყვლადებმა მიიღონ ახალი ვაქცინა. აი ამით თუ გიპასუხეთ. მადლობთ ამ ეტაპზე და მაგმაყოფილეს. და მეორე, თუ ამ ვაქცინაში მოიაზრება ჰორმონალური გონადოტროპინის არსებობა. ისე როგორც პოლიომიელიტის ვაქცინაში იყო აღმოჩენილი. ხვდებით შინაარს, კითხვის შინაარს ხვდებით? ფერტილობას ეხება საკითხი შემდეგ ბავშვებში. So the vaccines, the phase 3 trial. მესამე ფაზის ტესტირება And are gathering additional safety data. I don't უსაფრთხოების დამატებითი მონაცემები გააჩნია. მე ფერტილობაზე არ მაქვს ინფორმაცია, ვერ გეტყვით ამას. ეს კლინიკური ტესტირების შემდეგ იქნება გახდება ნათელი. მე ბრიფინგი ჩაატარა გლობალურმა საერთაშორისო და აი იგი მოგცემთ უფრო დამატებით ინფორმაციას ამ თუ ორ ვაქცინაზე. ადუვანტურს იყენებს თუ არ ვცდები, რომელიც უსაფრთხოდ გამოიყენება და რეკომენდირებულია ვაქცინებით RSV-სა და მალერიასთან დაკავშირებით და M72 ვაქცინა არის ცოცხალი ვაქცინა და ეს ტექნოლოგია ფართედ გამოიყენება
კლინიკურ ტესტებში შეოვა უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით მოგეწოდებათ, როგორც გავიგე. პასუხი მაგმაყოფილებს Thank you. გაგრძელდება. დიდი მადლობა ბატონო ვლადიმერ. მადლობა. Thank you, dear Vladimir. შეკითხვები ხო არა გაქვთ საბჭოს პატივცემულ წევრებო ჩვენ სტუმრებთან. მაშინ მადლობას გადავუხდი ქალბატონ ალესიას, ქალბატონ ჯანიკას, დიდი მადლობა ჩართვისათვის. ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენი საბჭო მუშაობას, გადავალთ შემდეგ საკითხზე, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ჩვენთან ერთად, რისთვისაც დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან ერთვებიან ჩვენი სტუმრები, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეს დღეს და გადავდივართ ჩვენი საბჭოს შემდეგ საკითხზე, ეს არის ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზის დასრულების სტრატეგიის NTB ძირითადი მიმართულებები საქართველოში ბოლო 5 წლის სიტუაციური ანალიზი, მიღწევები და გამოწვევები. მოხსენებელი არის ქალბატონი ირინა ჯავახაძე, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით, ქალბატონო ირინა. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ დღევანდელ შეხვედრაში და გაქვთ ჩემს ასეთ ძალიან საინტერესო მოხსენება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტუბერკულოზით მიმართებაში წარმატებებს და გამოწვევებს ეხება. აქ ყავს სპეციალისტები ამ დარგის, ბატონი ზაზა აქ არის, ბატონო ზაზა. აჰა. აგზანდებით. შეკითხვები ხო არ გქონდათ რამე ჩვენ სტუმრებთან? ჩვენ სტუმრებთან რამე ეს ძალიან კარგი, თუ ჩვენ მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ტუბერკულოზის გლობალურს, ეს უკვე ძალიან წინ ყოფილვართ. ნამდვილად. ბზათა ხართ ქალბატონი? მოგესალმებით ბატონ ზაზა ტექნიკურად რომ გაუშვან პრეზენტაცია ველოდებით. მოგესალმებით საბჭოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას. კარგია, დიდი მადლობა. ეს ის არის ისინი რო არიან შემო. ჩვენ სტუმრებს ესმით ახლა? ელენე, გადამოწვე მაინც რა სტუმრებთან გააკეთეთ ზარი რომ ხომ ესმით. მადლობა. გისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ყოველთვის ცნობილია, რომ ტუბერკულოზის დასრულების გლობალური სტრატეგია მოიცავს 20 წლიან პერიოდს 2015 და 35 წლებისთვის, რომლის მთავარი მიზანი განსაზღვრული არის ტუბერკულოზისგან თავისუფალი სამყარო, ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის დასრულება, ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის დაავადების და ტანჯვის ნულოვანი დონის მიღწევა. ეს არის ის მთავარი მიზანი, რომელსაც უნდა მოემსახუროს აღნიშნული სტრატეგია. მაჩვენებლები, რომლებიც განისაზღვრა თავდაპირველად სტრატეგიის საწყის ეტაპზე, ეს არის გარდაცვალების რაოდენობის შემცირება, ინციდენტების შემცირება და კატასტროფული დანახარჯები. ყოველი 5 წლიანი პერიოდის ინტერვალში არის გარკვეული სამიზნე მაჩვენებლები, რომლის მიღწევაც არის ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო გლობალურ დონეზე. თავდაპირველად მაჩვენებლები 2015 წლისთვის განისაზღვრა და გარდაცვალების რაოდენობა მილიონს აღემატებოდა. ასე ვთქვათ, მიზნობრივი მაჩვენებელი 2020 წლისთვის იყო 35%, 25 წლისთვის 75%-ზე უნდა კონდეს მიღწევა. SDG-გრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში 20-30 წლისთვის მაჩვენებელი 90% უნდა იყოს, ხოლო სტრატეგიის დასრულებისას შემცირებული 95%-მდე. რაც შეეხება ინციდენტობის შემცირებას 100,000 მოსახლეზე 150 იყო საწყისი საბაზისო მაჩვენებელი, 2020 წლისთვის 20%-მდე უნდა იყოს შემცირებული, 25-ისთვის 50, 30 წლისთვის 80%, ხოლო სტრატეგიის დასრულებისას უკვე საბოლოოდ 90%-იანი მაჩვენებელი უნდა კონდეს. რაც შეეხება კატასტროფულ დანახარჯებს, აქ ნულოვანი არის კატასტროფული დანახარჯები და მთლიანად უნდა უზრუნველყოფილი იყოს სრულად და არ უნდა იყოს რაიმე ზეწოლა და დანახარჯი პაციენტებისთვის. ანუ როგორც
აღინიშნა მიზანი მთავარი ამ გლობალური სტრატეგიის არის A World Free of TB and the Globally the Epidemic. რაც შეეხება ტუბერკულოზის დასრულების გლობალურ სტრატეგიის ეროვნულ პასუხს, ეს არის სტრატეგია, რომელიც 2023-25 წლებისთვის აქვს დამტკიცებული და ხედვა ამ სტრატეგიის არის სწორედ ტუბერკულოზის ტვირთისგან თავისუფალი საქართველო. და ჩვენი მიზანიც, რა თქმა უნდა, ეხმაურება გლობალურ მიზანს და ჩვენს სტრატეგიაში გაწერილი გვაქვს ტუბერკულოზის ტვირთის და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მისი ზემოქმედების არსებითი შემცირება, პრევენციის, დროული და ხარისხიანი დიაგნოსტიკის, მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, ტუბერკულოზის ყველა ფორმის მოვლა და რეაბილიტაცია ადამიანებზე ორიენტირებული ინტეგრირებული მიდგომების დანერგვის მეშვეობით. ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2023-25 წლების ჩვენ სამიზნე მაჩვენებელი ტუბერკულოზის სიკვდილის შემცირებაში ჰქონდა 75% აღებული, ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირება 50%, ჩვენ გვაქვს ასევე დამატებით ერთი მაჩვენებელი, ეს არის წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი MDR პაციენტთა კოჰორტაში, რომლის სამიზნე 80% გვაქვს და კატასტროფული დანახარჯები ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისა და ოჯახებისთვის ნულოვანი პროცენტით. პრიორიტეტებს რაც შეეხება სამი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება არის გამოყოფილი სტრატეგიის ფარგლებში. პირველი ეს არის ეფექტური, ინტეგრირებული და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები, მეორე გაბედური პოლიტიკა და დამხმარე სისტემები და მესამე კვლევა და ინოვაციების გაძლიერება. ტუბერკულოზის ინციდენტობა სლაიდზე მოტანილი გვაქვს, გამოტანილი გვაქვს ინფორმაცია. ტუბერკულოზის ინციდენტობა თვითონ მწვანე ხაზით არის არეალში, ხოლო რელაპს შემთხვევები შავი ხაზით 100,000 მოსახლეზე. კუმულაციური კლება ჩვენ მქონდა 61% და 15-24 წლების პერიოდზე არის საუბარი და სამიზნე მქონდა 50%. ევროპის რეგიონის დონეზე 29%-ია იგივე მაჩვენებელი, ხოლო მსოფლიო დონეზე 12% არის. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში. რაც შეეხება ტუბერკულოზით სიკვდილობის შემთხვევები 100,000 მოსახლეზე 2010-2024 წლების პერიოდში გვაქვს 61, ესეთ კუმულაციური კლებაა 2015-24 წლების ინტერვალში და სტრატეგიის სამიზნე მაჩვენებელი აქ 75%-ით იყო განსაზღვრული. იგივე მაჩვენებლები ევროპის რეგიონში 59%-ია, ხოლო მსოფლიო დონეზე 29%-ს აღწევს. რაც შეეხება რეზისტენტული მკურნალობის გამოსავლები ყველა ჩართულ კოჰორტაში 2022 წლისთვის, ჩვენი სამიზნე იყო 80%, თუმცა აქ მაჩვენებელი გვაქვს 91% წარმატებული. მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტები სამწუხაროდ 9%-ია და არის წარუმატებელი 3%. გარდაცვალების მაჩვენებელი არის 5 და შეუფასებელი არის მხოლოდ 2%. სენსიტიური ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების მკურნალობის გამოსავლები 2023 წლის კოჰორტაში სამიზნე 90%-ით ჰქონდა სტრატეგიით გაწერილი, თუმცა 85% გვაქვს აქვს წარმატებული მაჩვენებელი, მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტები არის 5%, არის წარუმატებელი кейსები 3%, გარდაცვალება 4% და მხოლოდ 3% არის აქ შეუფასებელი მაჩვენებლის. ძირითადი ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, რომელიც შეინიშნება და რომელიც სტრატეგიის მიზნების უკეთესი მიღწევისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული და დღესდღეობით არის ეს მაჩვენებლები, ეს არის ტუბერკულოზის რეგისტრირებული შემთხვევების თანდათანობით შემცირება, ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული შემთხვევების გაუმჯობესებული მაჩვენებელი, წამლის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის სტაბილური, მაგრამ საყურადღებო ტვირთი და ასევე ტუბერკულოზის და აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაუმჯობესება. მოგეხსენებათ, ეს ორი დაავადება ერთმანეთთან რამდენად კორელაციაშია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ბატონი თენგიზის დაბადების დღეა და პატივი მინდა მივაგო მის ხსოვნას. ის ერთ-ერთი უნიკალური მაგალითი იყო ამ თანამშრომლობის და პარტნიორობის და ყოველთვის ხას უსვავდა ამ თანამშრომლობას, რაც საბოლოოდ დადებით შედეგს გვაძლევს ამ დაავადებების უკეთესი გამოსავლების მიღებაში. სტრატეგიის პირველი მიმართულება ეს არის ეფექტირებული, ინტეგრირებული და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა. სწორედ ეს პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიის გრძელვადიან პერიოდში შესრულებისათვის. შემთხვევათა გამოვლენაზე მინდა აღვნიშნო, რომ ჯანმოს მიერ რეკომენდირებული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენება არის დანერგვა, მათ შორის ჯინ ექსპერტის სისტემა, ტუბერკულოზის და რეზისტენტული სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკისთვის,
FAST strategy და CAD4TB. საქართველოს ფოსტასთან უნივერსალური პარტნიორული თანამშრომლობა, რომელიც გვეხმარება სწრაფი დიაგნოსტიკის უზრუნველსაყოფად ნახველის ტრანსპორტირებაში, მაღალი რისკის ჯგუფებში ტუბერკულოზის სისტემური სკრინინგი, მათ შორის გასვლითი და თემზე დაფუძნებული მიდგომები, რომელიც მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორც არის კონტაქტების გამოკვლევისა და ტუბერკულოზის დიაგნოზის მოცვის ზრდა, ტუბერკულოზის სკრინინგი მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის სანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებშიც არის ეს ხელმისაწვდომი, სკრინინგსა და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოება ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენის კამპანიის გზით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების და გაფართოება დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენება, აღრიცხვისა და მართვის კუთხით, C-ჰეპატიტის, შიდსის, ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი პოჯეტ დონეზე და მოგეხსენებათ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ეს იქნება გრძელვადიან პერიოდში, საწყის ეტაპზე, პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება და ბევრად უფრო კარგი და დადებითი შედეგის მომტანი. აქტივობები, რომლებიც ტუბერკულოზის აქტიური სისტემური სკრინინგის ფარგლებში ხორციელდება, ეს არის არაფთიზიატრიული ქსელის სამედიცინო დაწესებულებებისთვის მოლეკულურ გენეტიკური ტესტებით ტუბერკულოზის დაავადებულ პირთა გამოვლენა, FAST strategy-ის ფარგლებში 18-25 წლების 6 დაავადების ტუბერკულოზის, შიდსი, ჰეპატიტები, კოვიდი, გლუკოზის და ჰიპერტენზიის განსაზღვრა სკრინინგი საქართველოს 5 რეგიონში იყო ჩატარებული 21-22 წლების ფარგლებში. ტუბერკულოზზე და ტუბერკულოზურ ინფექციაზე აქტიური სკრინინგი წამალდამოკიდებულ პირებში, მოგეხსენებათ ესეთი მნიშვნელოვანი კოჰორტა, რაც უნდა იყოს მოცული 22-25 წლების ფარგლებში იყო და 4 სამედიცინო დაწესებულებაში ტუბერკულოზის დროული გამოვლენის ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერული რენტგენოდიაგნოსტიკის დანერგვის გზით 2022 და 25 წლების ფარგლებში. ასევე ტუბერკულოზის მკურნალობა არის მნიშვნელოვანი ხანმოკლე რეჟიმებით მკურნალობაზე მდგრადი უნივერსალური წვდომა და გაუმჯობესებული ამბულატორიული მკურნალობა, პაციენტებისთვის წახალისების დამხმარე მექანიზმების უზრუნველყოფა, დამყოლობის მხარდაჭერა და ვიდეო მხარდაჭერის მკურნალობა, ტრანსპორტირება, ფულაი დახმარება და შემთხვევების მართა, ეს ყველაფერი ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არის შესაძლებელი და რა თქმა უნდა ემსახურება პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებას. წამლისამებრ რეზისტენტული ტუბერკულოზის ეროვნული გზამკვლევების განახლება და პერსონალის ტრენინგი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაგრენდან განახლებულ გზამკვლევს ყოველთვის სჭირდება ჩადება პერსონალის ტრენინგის განვითარების, რომ თანამედროვე მიდგომებით მოხდეს შემდეგ უკვე პაციენტების მკურნალობა. ტელემედიცინის ეკოპლატფორმის გამოყენება რეგიონულ დონეზე, მკურნალობის ხარისხის უზრუნველსაყოფად, მოგეხსენებათ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია ტელემედიცინის კომპონენტის გამოყენება და ტუბერკულოზის პროგრამაც და ჩვენი ეროვნული სტრატეგიაც ფარავს ამ მიმართულებას და თანამშრომლობა ტუბერკულოზის შიდსის პროგრამებს შორის და კონფექციის ეფექტური მართვის მიზნით. ტუბერკულოზის მკურნალობა და რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვა ასევე ითვალისწინებს მეორე რიგის მკურნალობაში ჩართვის ზრდას, MDR-ის წარმატებული მკურნალობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ახალი სამკურნალო პროგრამული მედიკამენტების გამოყენებას და ვიცით, რომ წლებია უკვე ბედაკილინის შემცველი რეჟიმები არის ქვეყანაში უკვე მისაღები და 2016 წლიდან არის ფარმაკოზედამხედველობის და კლინიკური მონიტორინგის გაუმჯობესება შესაძლებელი. ტუბერკულოზის პრევენციას რაც შეეხება, უნივერსალური BCG ვაქცინაცია არის ქვეყანაში, პრევენციული მკურნალობა ხანმოკლე რეჟიმებით, რისკ ჯგუფების ტესტირება ტუბერკულოზური ინფექციის გამოსავლენად, ასევე ინფექციის მართვის ეროვნული გზამკვლევების განახლება და აქაც პერსონალის ტრენინგი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ინფექციის პრევენციის და კონტროლის უზრუნველყოფა და სათემო ორგანიზაციებში ჩართულობა. ჩვენმა კოლეგამაც აღნიშნა, რომ სათემო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობის ფორმატი იძლევა დადებით შედეგს, ამიტომ ჩვენც ამ მიმართულებით გვაქვს პარტნიორული თანამშრომლობა ყველა სათემო ორგანიზაციასთან. რაც შეეხება ტუბერკულოზის პრევენციის მკურნალობას, სლაიდზე არის
2019 წლის მაჩვენებელი, როდესაც პრევენციული სკრინინგი ტიპი კონტაქტებში 5369-ს გვიჩვენებდა და ამ დროს იყო 69 პრევენციულ მკურნალობაში ჩართული და 2024 წლისთვის პრევენციულ მკურნალობაში ჩართულთა რაოდენობა გაზრდილია 500-მდე, 488 კეისია, ხოლო შემცირებული არის სკრინინგის კონტაქტებში 2937. აქტიური ტუბერკულოზის რეგისტრაციის შემთხვევები კლების დინამიკით ხასიათდება. მეორე ძირითადი მიმართულება, ეს არის გაბედული პოლიტიკა და დამხმარე სისტემები, შესრულებული პოლიტიკური ვალდებულებები ტუბერკულოზის მოვლის და პრევენცია ადეკვატური რესურსებით. მოგეხსენებათ, რომ ყველა ის ვალდებულება, რაც ქვეყანას აქვს, ტუბერკულოზის პროგრამა წლებია, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად. მე მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა პანდემიის დროსაც, როდესაც ანტიკრიზისული ბიუჯეტი შევიმუშავეთ, მაშინ მე ფინანსის სამინისტროდან კურირებდი ამ საკითხებს. არც ერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა, მათ შორის ტუბერკულოზის პროგრამაშიც, რა თქმა უნდა, რესურსები არ შემცირებულა და ეს უწყვეტად გრძელდებოდა, რომ მდგრადი ფინანსური რესურსი უზრუნველყოფს სწორედ აი იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც გვაქვს ჩვენ ამ სტრატეგიის ფარგლებში გაწერილი. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა საქართველოში წარმოადგენს სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის, მკურნალობის უნივერსალურ ხელმისაწვდომას და აქ საუბარია სწორედ ამბულატორიულ დონეზე პარტნიორულ და თანამშრომლობ ურთიერთობაზე. 2023-25 წლების ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია და გარდამავალი გეგმა შემუშავდა მრავალმხრივი დიალოგის გზით და დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და სამიზნეები სრულად შეესაბამება NTB-ის სტრატეგიის სამიზნეებს და მინდა აღვნიშნო ასევე, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, როგორც გლობალური ფონდის გრანტების ძირითადმა მიმღებმა და ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთმა განმახორციელებმა, დღეს ტუბერკულოზის პროგრამას ორი განმახორციელებელი ყავს, ეს არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ჩვენ საუბრობთ, რომ ცენტრმა ჩამოაყალიბა შესყიდვების ერთიანი სისტემა წამლის გლობალური დაწესებულებებიდან მოწოდების ეფექტური მექანიზმის გამოყენებით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის წამლებითა და სახარჯი მასალებით მომარაგებას და სწორედ ამგვარი ეფექტური მექანიზმის გამოყენებით არის ეს დღეს შესაძლებელი. მნიშვნელოვანი კომპონენტი და მიმართულება არის სწორედ კვლევების და ინოვაციების გაძლიერება, ჩამოყალიბდა ადამიანური რესურსები და ინფრასტრუქტურა და კვლევის შედეგების პოლიტიკა და პრაქტიკა ასახავს შესაძლებლობებს გვაძლევს. საქართველოს მონაწილეობს მულტიცენტრულ კვლევებში და განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაუხადო ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს, რომელიც ასე ვთქვათ, ყველა დონეზე ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ პოლიტიკას განსაზღვრავს იმ კუთხით, რომ ჩართულია ყველანაირი მიმართულებით და საკმაოდ კარგ შედეგებს ვიღებთ. ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრი არის ფართოდ აღიარებული ადგილი გამოყენებითი კვლევებისთვის. გაძლიერდა მიკობაქტერიის გენომის სეკვენირების შესაძლებლობები უკვე და ახალი რეჟიმები ინერგება ოპერაციული კვლევების ფარგლებში. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის წარმატების კრიტიკულ ფაქტორებზე თუ ვისაუბრეთ, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და მე აღვნიშნე, რომ დაფინანსების მექანიზმი მდგრადია 4 წლიან ინტერვალში, როგორც მიმდინარე დაგეგმვის პერიოდში, ასევე შემდგომ წლებში ფინანსურად არის გამყარებული და ასევე ჩვენ მუშაობთ ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც პროგრამის და სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას და შესრულებას ხელშეუწყობს. ეს არის დიაგნოსტიკის პრევენცია და მკურნალობა უნივერსალური ხელმისაწვდომობა, მკურნალობა და პრევენცია ახალი წამლებით და ხანმოკლე რეჟიმებით, სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკა ჯინ ექსპერტით, შემთხვევათა აქტიური გამოვლენა, პირველადი ჯანდაცვის ინტეგრირებული სკრინინგი და აღვნიშნე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებშიც არაერთგზის ხაზი გაესმება ამ პარტნიორობას და თანამშრომლობას და ჩართულობას სწორედ ამგვარ ტიპის მიმართულებებით. ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული რენტგენოდიაგნოსტიკა, ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინების განახლება, პაციენტის მხარდაჭერა და საერთაშორისო პარტნიორობა, გლობალ ფონდის ჯანმო და სტოპ ტიპი და მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ჩართული არიან პროგრამაში და სტრატეგიის წარმატებით განხორციელებაში. რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც გვაქვს დღეს და გამოწვევებში ერთ-ერთი არის ყურადღება მისაქცევი რეზისტენტული ტუბერკულოზის მნიშვნელოვანი წილი ახალ შემთხვევებში თითქმის 100%-ს აღწევს.
ფაქტია, რომ ახალგაზრდა კადრების სიმცირე არის, განსაკუთრებით რეგიონების დონეზე და 2017 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით რეგიონში დასაქმებული ფთიზიატრების 74%-მდე საპენსიო ასაკშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა კადრების мотиваცია, მათი ჩართულობა და მიზიდულობაზე გქონდეს გარკვეული გაწერილი ღონისძიებები და კომპონენტები. გლობალური ფონდის მიერ დაწყებული აქტივობების ეტაპობრივი გადმობარება და სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება, ამ ეტაპზე ძირითადი სერვისები ყველა შენარჩუნებია და ვიმედოვნებ, რომ ამგვარად გაგრძელდება და ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირების ფონზე დაფინანსების მოქნილი და ეფექტური მექანიზმის შემუშავება. აქ საუბარია, რომ არსებული ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემთხვევების შემცირების მიუხედავად ჩვენ გადავანაწილებთ რესურსებს უფრო რაციონალურად, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ძირითადი კომპონენტები იყოს დაცული გრძელვადიან პერიოდში. 2025-30 წლების პრიორიტეტები NTT-ის სტრატეგიის შესაბამისად გვაქვს აქტიური შემთხვევების მოძიების გაფართოება, პრევენციული თერაპიის მასშტაბების გაფართოება, მულტირეზისტენტური ტუბერკულოზის ტვირთის შემდგომი შემცირება, პაციენტზე ორიენტირებული და საზოგადოებაზე დაფუძნებული მიდგომები ჯანდაცვის სერვისების მიწოდების კუთხით და მდგრადი დაფინანსების შენარჩუნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2024 წელს ანგარიშია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზის სკრინინგისა და პრევენციის ინვესტიციის მოდელირება ჩატარდა 4 ქვეყანაში: ბრაზილია, კენია, სამხრეთ აფრიკა და საქართველო და სკრინინგის და პრევენციული მკურნალობის გაფართოების პარალელურად შესაძლებელია, რომ ქვეყანამ შეძლოს გაფართოებული სკრინინგის ფარგლებში 6000 ტუბერკულოზის შემთხვევის პრევენცია და 770 სიცოცხლის გადარჩენა და სკრინინგის და პრევენციული მკურნალობის ანალოგიური 10000 ტუბერკულოზის შემთხვევის პრევენცია და 970 სიცოცხლის გადარჩენა. მადლობას მოგახსენებთ და ჩემი კოლეგები კითხვებთან დაკავშირებით უერთდება გიპასუხებთ. დიდი მადლობა, ქალბატონო ირინა, როგორც სრულის მომცველი მოხსენება გაქვთ, რა თქმა უნდა შეიცადეთ, რომ ყველა სფერო და ყველა მიღწევა და გამოწვევაც გაგეანალიზებიათ, ნამდვილად თუ ჩვენ ბოლო 15 წლის ანალიზს გავაკეთებთ, პრაქტიკულად იმის მეხუთედია, რაც 15 წლის წინ იყო ტუბერკულოზის შემთხვევები. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს როგორც სენსიტიური, ასევე რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მიმართ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი დონორების ხელშეწყობა და გვერდში მდგომი საერთაშორისო ორგანიზაციების, ჯამოს, UNICEF-ის თანადგომა, გლობალური ფონდის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ნამდვილად ვაფასებთ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. რა თქმა უნდა, თავის წვლილი შეიტანა თანამედროვე ორალური მედიკამენტების მკურნალობამ, ხანმოკლე მკურნალობამ, რაც ნამდვილად დამყოლობაზე და ამყოლობაზე პაციენტების ზადიადიძე გავლენა გააკეთა, ისევე სოციალური ბენეფიტების მიცემამ ამ პაციენტებისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთობლივად ის შედეგი გვაქვს, რაც მივიღეთ. იმიტომ რომ ამ 15 წლის განმავლობაში თითქმის 5000 შემთხვევიდან 1140-მდე გვაქვს დღეს თუ არ ვცდები, ხო ბატონო ზაზა, შემთხვევა საქართველოში. ამდენი 15 წლის წინ მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში იყო, თუ ამაზე მეტიც კი. ამიტომ ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ისევე როგორც მივიღეთ სათანადო მადლობა მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით და ეს საბჭო ზუსტად ამაზეა მომართული, რომ ჩვენს მივიღოთ სტატუსი ტუბერკულოზისგან თავისუფალი ქვეყნის, ეს ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის. ამიტომ ქალბატონ მოხსენებელთან შეკითხვები თუ იმესა გვაქვთ, თხოვთ დავსვათ. დიახ, გისმენთ ბატონო ანიკო, მოგესალმებით. დიდი მადლობა, პირველ რიგში ქალბატონო ირინას დიდი მადლობა ძალიან დეტალური ინფორმაციისთვის და ჩვენთვის ექიმებისთვის ძალიან საინტერესო ციფრების წარმოდგენისთვის, როდესაც ქვეყანას 80% აქვს შემცირების მიზანი და 81-ია, ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ხრივ მართლა ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს და იგრძნობა კიდეც ბატონო ზაზა, მარტო ბავშვთა კონტინგენტს თუ ავიღებთ, მართლა არის შემცირებული ტუბერკულოზი, მეინგიტი გახდა მართლა იშვიათი და ჩვენ ძალიან იშვიათად გვიწევს უკვე ჩვენი კოლეგების შეწუხება ბავშვის გადაყვანის კუთხით და რეალურად ეს ციფრი ყოველდღიურ პრაქტიკაზეც აისახება.
ერთი დამატება მინდა ორჯერ ახსენა ქალბატონმა ირინამ ეროვნული გზამკვლევი და ეროვნული გაიდლაინები მე არ მახსენდება არც ერთი წელი სადაც ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს არ წარმოედგინოს ჩვენ საბჭოზე და ჩემთანაც რეცენზირებისთვის ერთი ან ორი ახალი პროტოკოლი და ახალი გაიდლაინი პრაქტიკულად რამდენიმე თვეში ქართველი ექიმები იღებენ იმ ინფორმაციას რაც არის ხელმისაწვდომი მსოფლიოში ეს ეხებოდა რეზისტენტული სმართვას, სენსიტიური სმართვას, ძალიან ბევრი დეტალი რაც საჭირო იყო ექიმებისათვის დროულად იყო წარმოდგენილი და ეს ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ ყველა ექიმს რომელიც ამ სფეროში მუშაობს ძალიან ეხმარება მართვის თვალსაზრისით. ერთი კითხვა მაქვს ალბათ ეს კითხვა ეხება როგორც ჯანძავის სამინისტროს ისე დაავადებათა კონტროლს და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრსაც სამწუხაროდ ზუსტი ციფრის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ 2019 წელთან შედარებით BCG ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი არის შემცირებული. აი ამ მხრივ მაინტერესებს არის თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა, ოღონდ ერთსაც დავამატებ ყველაზე ნაკლებად სხვა ვაქცინებთან შედარებით. წითელასთან თუ მოცვის მაჩვენებელი 13% არის შემცირებული, აქ ეს მაჩვენებელი სულ რამდენიმე პროცენტია, მაგრამ მაინც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ხომ არ არის აი ამ სტრატეგიაში განსაზღვრული რაიმე დამატებითი ღონისძიებები ამ ვაქცინის მოცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით და პირველ საკითხად მაგ ბატონო ზაზა კითხვა სამწუხაროდ რაღაც მე მგონი ვერ გავიგე ზუსტად დღეს რამდენადაც ცნობილია ბატონ თემურთანაც ვსაუბრობდით ამ თემაზე 15 კანდიდატი ვაქცინა ახალი ვაქცინა ტუბერკულოზთან მიმართებაში რაც უნდა ჩაანაცვლოს BCG და აი მაინტერესებს ძალიან მომეწონა რომ ქალბატონ ანას კომენტარი უფრო მეტი ინფორმაცია შეგვიძლია მოგაწოდოთ და თუ შეიძლება რომ მოკლედ გითხრას ტუბერკულოზის ეროვნულმა ცენტრმა რა ვაქცინებზეა საუბარი ან იქნება ბატონ პაატას აქვს კიდევ დამატებითი ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სრული სიახლეა მე არც ვფიქრობდი და თემურიც იზიარებს ამას რომ ჩვენ მოვახერხებდით უახლოეს პერიოდში რაღაც ახალი ვაქცინის მიღებას თუ ქვეყანას ეს სტრატეგია უკვე აღებული აქვს უახლოეს პერიოდში თუნდაც მომდენო 5-10 წელია ესე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძალიან კარგი იქნება მით უმეტეს BCG ვაქცინის იმუნიტეტი იცით აღინიშნა კიდეც ისეთი მყარი არის როგორც ჩვენ გვინდა ამიტომ ამ კითხვაზე პასუხიც იქნება ალბათ ძალიან საინტერესო დიდი მადლობა მადლობა ბატონო ივანე, თხოვნა მექნება გამოსვლელებთან, რომ სტუმრების რჩევიან ხაზზე, რომ წარმოგვიდგეთ ვინ სვამს შეკითხვას. ბატონო ივანე, თუნდაც ბატონი ივანე ჩხაიძე იყო, ვინ შეკითხვებს სვამდა საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და ესეუს პროფესორი იაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი. ყველაფერი გამომჩა ბატონო. კარგი, თითოეულმა გამოსვლელმა შეკითხვის ხوار შევაგროვოთ შეკითხვები ბატონო პაატა ბატონ რამას უნდა კითხვა კიდე ბატონ რამას ყურაშვილი გისმენთ მე ენდოკრინოლოგი გახლავართ დიაბეტის ცენტრის ხელმძღვანელი და დარგობრივი ასოციაციის თავმჯდომარე ყველა ევროპული და სოფლიო საზოგადოებების წევრი აქტიურად მონაწილეობს წლების განმავლობაში და ბედნიერება მქონდა რომ ტუბერკულოზის ინსტიტუტთან ფიზიატრიის ინსტიტუტთან მეტანამშრომლობა დიაბეტი და ტუბერკულოზის მიმართებით. დიაბეტი და ტუბერკულოზი ისეთი ორი დაავადებაა და ერთი ინფექციური საშიში და მეორე მზარდი ქრონიკული. კარგად მოგეხსენებათ თქვენ და მთელ მსოფლიოში 70% იმ ქვეყნების სადაც არის ტუბერკულოზი, ყველგან არის დიაბეტის დიდი რისკი. აი მაგალითად ისეთი ქვეყანა, რომელიც ინდოეთია 250 მილიონით ნაკლებს საჩვენებს დიაბეტის გავრცელებას. ხო წარმოგიდგენთ ტუბერკულოზი მე ახლა არ ვიცი მათი ციფრები და შეიძლება პირველ ადგილზეა მსოფლიოში. დიაბეტთან დაკავშირებულ ყველა გართულებებთან დაკავშირებით ინდოეთი პირველ ადგილზე არის საერთოდ. ბატონ ზაზასთან ერთად შევიმუშავეთ ჩვენ პროგრამა განათლების როგორც ფიზიატრების ასევე ენდოკრინოლოგების ხა თერაპიასთან დაკავშირებით თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ დიაბეტის სამკურნალოდ მრავალი ტაბლეტი არის. ტუბერკულოზის შემთხვევაში ეს წამალი მხოლოდ ერთადერთი არის ინსულინის პრეპარატი. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ფიზიატრიის ინსტიტუტმა ჩვენ დავაყენეთ საკითხი რომ ტუბერკულოზიან ავადმყოფებს როგორც დაუდგინდება დიაგნოზი იმ დღიდანვე აქვთ უფასოდ ინსულინი ყველა ტიპის ინტენსიური თერაპიის ჩასატარებლად ხანგრძლივი რემისიის მისაღებად და შესანიშნავი ეფექტი არის. თუ გასული საუკუნის ბოლოს რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო ბავშვებში, ოჯახებში, ეხლა საერთოდ არ არის ბავშვებში ტუბერკულოზი. აი ბოლო შეიძლება 2 წელი არ მიკითხავს ამას დაკავშირებით და ბატონი ზაზა დაგვიდასტურებს ამას. საერთაშორისო ფორუმებზე
ჩვენი მოხსენებები გადის ის რომ სხვა ქვეყნებში გვიძლიათ ვასწავლოთ. თანაც ამასთან უნდა მოგახსენოთ რომ ჩვენი სქემა ჩვენ არავითარი სხვა ქვეყნის იმიტაცია არ გაგვიკეთებია და გადმოგიღია საქართველოსათვის. ჩვენ თუნ შევიმუშავეთ ეს და შესანიშნავად მიდის აი როგორც ბატონი ზაზა მახსენებს ხოლმე საფრანგეთში და პარიზში ამ ამბებს რეზონანსი აუდიტორიაში ძალიან კარგი არის. ასე რომ დიდი მადლობა ტუბერკულოზის თანამშრომლებს და ჯანდაცვის ორგანიზატორებს რომ ხელი შეგვიწყეს ამასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ ირინაც შემდეგში იზრუნებს იმაზე რომ მაღალი ხარისხის ინსულინის პრეპარატები ქონდეს ქართულ პაციენტებს. მადლობა ბატონო რამას. ბატონო პალატა გისმენთ თქვენ გნებავდათ. პასუხისთვის ესე იგი ნეტა ტუბერკულოზის BCG რო გვაქვს მოცვა ნეტა ყველა ვაქცინაზე ეგრე ვქონდეს. ბოლო 2 წელია ცოტა მოუმატეთ კიდევაც ესე იგი 94% იყო 23-ში და 24-ში და 25-ში 96%-ია. ნეტა ეგრე იყო სხვა ვაქცინებზე მოცვა, როგორც BCG-ს მოცვა გვაქვს. რაც შეეხება ახალ ვაქცინებს. ახალი ვაქცინა ეხლა რა თქმა უნდა ტუბერკულოზის ახალი ვაქცინა დიდი ხანია კაცობრიობა მიხვდა რომ საჭიროა, იმიტომ რომ სამწუხაროდ BCG-ს აქტივობა, ილაპარაკეს უკვე ამაზე, არ არის ეხლა BCG-ს ეფექტიანობა ისეთი, როგორიც უნდა თანამედროვე ვაქცინებს ქონდეს. მაგრამ მეორე მხრივ ეხლა ახალი ვაქცინების დანერგვა ესეთ მოკლე პერიოდში არ ხდება ხოლმე. საკმაოდ რთული საკითხია. კორონას მერე იცით რომ მთელ სოფლიოში და ხე ჩვენთანაც ამ ვაქცინებზე უყოლას ქართულება აქვს. ამიტომ ჩვენ აი მართლა რაც ეხლა დასაენერგია ვაქცინები რაც ფიქრობთ ხოლმე და ეროვნულ საბჭოზე ექსპერტების ჟელობთ ხოლმე, ხო? ამიტომ ტუბერკულოზის ვაქცინის, ახალი ვაქცინის დანერგვა ჯერ დაველოდოთ, ასე ვთქვათ. მე აქ ერთი პრობლემაც არის რა, ტუბერკულოზის ვაქცინა არ დაინერგება, ვთქვათ, ევროპულ ქვეყნებში, იმიტომ ეს პრობლემა არ აწუხებთ. შესაბამისად, ჩვენ როცა რაღაცას ვნერგავთ ხოლმე, ძირითადად ვიღებთ ხოლმე იმაზე, რომ აი ევროპაში დაინერგა და ეხლა ჩვენ რატო არ უნდა დავნერგოთ და ახლა სალაპარაკოს ცოტა ნაკლები გვექნება, იმიტომ რომ იმათ არ ჭირდებათ. ჩვენ გვჭირდება. ამიტომ ესე მარტივი გადასაწყვეტ კი ვაქცინების კანდიდატები ბევრია, ორი ცოტაო დაწინაურდა ეხლა, ასე ვთქვათ, იქ მესამე ფაზის კვლევები და ისინი მიდის, მაგრამ ეს მე არ მგონია, ამას ნიტაგზე განვიხილავთ მე და ეხლა ჩვენი აზრი იცით რომ არ არის ხოლმე და ყოველთვის ამას ეროვნული, ასე ვთქვათ, ექსპერტების საბჭო იხილავს ნებისმიერ ახალ ვაქცინას, ყოველ შემთხვევაში ამას საკმაოდ ისეთი სერიოზული მომზადება დაჭირდება და ეს არ ამგონი 1-2 წლის საქმე იყოს. მადლობა. დიახ, რა თქმა უნდა, ბატონო პალატო, მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და აბსოლუტურად გეთანხმებით. სხვას ხო, დიახ, ბატონო გისმენთ, ბატონო გიორგი. შემდეგ თქვენ. გამარჯობა, დიდი მადლობა. მოწვევისთვის მე მოკლედ ვისაუბრებ იმ თანამშრომლობის შესახებ, რაც ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრთან მქონდა, ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების თვის თამბაქოზე თავისდანებების სერვისების განვითარების კუთხით. ეს 2019 წლიდან გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. კოვიდის პერიოდში იყო პატარა ჩავარდნა. უბრალოდ ამ შემთხვევაში რა მაქვს თვითონ გლობალური ფონდის ეს საბჭო იყო დაინტერესებული. ჩვენ გაუზიარეთ ქალბატონი ალესია მატუშევიცის საშუალებით რამოდენიმე დაინტერესებულ ქვეყანას ეს გამოცდილება. საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო მე მგონი, იმიტომ რომ 10 წლის უკან თუ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების 46% იყო მწეველი. ეხლა გასულ წელს რო ჩავატარეთ კვლევა ამ ფონდის მხარდაჭერით 37%-ია დასული. თუმცა ეს რა თქმა უნდა მაინც მაღალი მაჩვენებელია და ამას ჭირდება ხელშეწყობა და ეხლა ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს ქალბატონი ირინასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში. პარლამენტმა 2019 წელს თავის საქმე გააკეთა, როდესაც თამბაქოზე თავისდანებების საშუალებები გაათავისუფლა ყველა ტიპის გადასახადისაგან. თუმცა
ჩანაწერში საგადასახადო კოდექსის არის რომ ჩამონათვალი უნდა დაედგინა ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. უნდა გამოცემულიყო ერთობლივი ბრძანება, სადაც იქნებოდა სია ამ თამბაქოზე თავისდანებების საშუალებების. სამწუხაროდ 2019 წლიდან ვითომ განთავისუფლებულია გადასახადისგან სინამდვილეში ამდენი ხნის განმავლობაში ბრძანება ერთობლივი არ გამოცემულა, ეს სია არ არსებობს და ჩვენ მოგმართავენ ხოლმე ზოგიერთი პაციენტი რომ დაგვეხმარეთ და ასე შემდგომ. ამიტომ თხოვნა არის რომ იქნებ ფინანსთა სამინისტროსთან ერთობლივად ეს ბრძანება მალე გამოვცეთ. მეორე გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში შეიყვანოს თამბაქოზე თავისდანებების მედიკამენტები და ასევე საშუალებები. ესეც 2019 წლიდან ვცდილობთ ამის ადვოკატირებას, რომ ხელმისაწვდომი იყოს როგორც ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისთვის ეს მედიკამენტები, ასევე რა თქმა უნდა სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის. ეს არის ჩემი ამ შემთხვევაში კითხვები და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ თანამშრომლობისთვის ბატონ ზაზას, ქალბატონ ნანას განსაკუთრებით, იმიტომ რომ მართლა ესე ენთუზიაზმით და ძალიან გვერდში ედგა ამ მართლა მნიშვნელოვან საქმეს და იმედი გვაქვს რომ ეხლა სტრატეგია რაც გავგვაცანეთ იმაში თუ არის და გლობალური ფონდი გადის ეხლა და სახელმწიფო აპირებს თუ არა ამ სერვისების ასე რომ ვთქვათ ხელშეწყობას იგივე ტუბერკულოზის დაავადებული პაციენტების თვალსაზრისით, ანუ ხელი შეუწყოს ამ სერვისების, ამ თამბაქოზე თავისდანებების სერვისების განვითარებას. მადლობა ბატონო გიორგი, ბატონო თემურ, თქვენ გდებოდათ. მე მოკლედ უბრალოდ რეპლიკის სახით თემურ მიქელაძე პედიატრია, ბავშვებში ტუბერკულოზი არის ისევ ბატონ რამაზ მე პირადად მქონდა წინა კვირას ერთი შემთხვევა, გადაგზავნილია ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, ბატონი ივანეც ყოველ თვის განმავლობაში 2 პაციენტს დაახლოებით აგზავნიან კლინიკიდან, მე დაახლოებით 10 შემთხვევა ყოველ წელს მიფიქსირდება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ტუბერკულოზული პრევლიტის შემთხვევა იყო ზუსტად წინა კვირას თქვენთან და დიდი მადლობა თქვენ ცენტრს, ქალბატონ ნანას, ბატონ ზაზას, სწორად მართული პაციენტებისთვის და ამიტომ არის სწორედ ეს გლობალური ჩართულობაც, ეს ახალი ვაქცინების ალბათ დროული დასანერგი, რომ სწორედ აი ბავშვებში ახალი შემთხვევები მაქსიმალურად შევამციროთ. ქალბატონ როინა გაცემთ პასუხს? ერთი წამით. ბატონ პაატას მინდა ვკითხო, ჩემს მეგობარს. ევროპა თავისუფალია ამ პრობლემისაგან. ერთი და იგივე ვაქცინას თუ ხმარობდით ევროპა და მთელი დანარჩენი მსოფლიო, იქ თუ მიღწეულია მაღალი შედეგი, მაშინ ვაქცინასთან არ ყოფილა ეს ბავშვი. ეს ამიხსენი, იმიტომ ყველა მინდა გაიგონოს ეს გონიული ახსნა. ნუ BCG ვაქცინა დიდი ხანია არ გამოიყენება ევროპულ ქვეყნებში. საერთოდ, იმიტომ ტუბერკულოზის პრობლემა არ აქვს. და რისი პრობლემაც არ არის, შესაბამისად, ნუ ახლა პრობლემა როგორ არ აქვს, ძირითადად მიგრანტებში აქვს ტუბერკულოზი. ანუ ადგილობრივ მოსახლეობაში ტუბერკულოზი პრაქტიკულად არ არსებობს. როგორ გავიდნენ ამ შედეგს? ნუ ამას მათი გამოცდილება მაინტერესებს. არა, გამოცდილება ეხლა აგერ ბატონი ზაზა ტუბერკულოზის სპეციალისტი და ჩემზე უკეთესად გეტყვით მაგას, მაგრამ ძირითადი არის ცხოვრების დონე. დიახ. გეთანხმებით ბატონო პაატა, რა თქმა უნდა, ცხოვრების დონე, თუმცა ბოლო სოფლიოში მიმდინარე პროცესებით, მიგრაციულ პროცესებს გულისხმობ, იცით რომ ევროპაში გახშირდა ტუბერკულოზის შემთხვევები, რა თქმა უნდა, ამ მიგრანტებთან ერთად და რასაც ყველა ევროპული ქვეყანა და ევროკავშირის ქვეყნები ამას აღიარებენ. ქალბატონი გინდა თქვენ ხوار გაცემთ პასუხს. მე ბატონ გიორგის შეკითხვას უპასუხებ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო პერიოდის სტრატეგიულ დოკუმენტში მუშაობის პროცესში იქნება განხილული და ასახული. სამწუხაროდ 2019 წლის შემდგომ პანდემიის პერიოდმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია რიგი მიმართულებებით, რაც შეეხება საგადასახადო კუთხით. ეს არის მულტისექტორული საკითხი, რომელიც არა მხოლოდ ერთი სამინისტროს ხაზით უნდა იყოს განხილული და კომპლექსურად შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ვიმუშავებთ ამ საკითხზე. რაც შეეხება გადმობარება სერვისების უწყვეტობის პრეზენტაციაშიც აღვნიშნეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში აი ამ სერვისებს, რაც არის დღეს არსებული ხელმისაწვდომი, მოგახსენებათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არ იგეგმება 1 წლით, ის არის 4 წლიანი ინტერვალს, საშუალოვადიან დაგეგმას განსაზღვრავს და ყოველი შემდგომი მომდევნო 3 წლის საშუალოვადიან დაგეგმაში ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული ეს ტრენდი, თანხა, რომლებიც ის ასიგნებები, რომლებიც უნდა მოხმარდეს აი ამ სერვისების უწყვეტობას და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა ეს არა მხოლოდ ამ პროგრამის მიმართულებით, ზოგადად არის ჯანდაცვაში რესურსების რაციონალური და ეფექტიანი
გამოყენება და ყველა ის სერვისი, რომელიც რაციონალური და მისაღებია, ის უწყვეტად უნდა იყოს გაგრძელებული. მადლობა. დიდი მადლობა ხალბატონო რინა. ბატონო ზაზა, ხალბატონო ხო არაფერი გსურთ ბრძანოთ. დიახ, ისმენთ, აბა შევაჯამოთ, ალბათ თქვენ. სტუმრების გასაგონად ვიტყვი, რომ გახლავართ უკვე ვიყავით ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ხოლო უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი კოლეგების, ჩვენი პატრონაჟი ჩვენს დაწესებულებაზე ახორციელებს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, ბატონი მალხაზი ბრძანდება, ჟორჟიკაშვილი და მადლიერებას კიდევ ერთხელ ვადასტურებ და სამინისტრო. ბუნებრივია, ბატონი მინისტრი პირადად იყო ჩართული ამ თემაში და დღეიდან ვართ ჩვენ უკვე ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ანუ არ ვიტყვი რომ დავამარცხეთ საბოლოო ტუბერკულოზი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ქალბატონ ერინას არაჩვეულებრივ პრეზენტაციაში ეს ყველაფერი წარმოჩინდა. აი ბატონმა ზაზამ თქვა ძალიან საგულისხმო ციფრი, ერთი ციფრი. საერთო ჯამში ჩვენ მაინც სტატისტიკასთან დავდივართ, რა. ესეა თემა მოწყობილი და ეპიდემიოლოგია არის უდიდესი მეცნიერება. ჩემი მასწავლებელი ბატონი ლადო დამეთანხმება, ქალბატონი თამარ დეკანოსიძე რიმა აქ ბრძანდება, ასე ამბობდა და ნამდვილად ესეა. 1148 შემთხვევა 2025 წელს ტუბერკულოზით ავადობის. ეს არის ისტორიული, ჩვენ უკვე არ გვეგონა იმ 1338-იან ნიშნულზე, როცა ვიყავით, რომ არ გვეგონა თუ კიდევ უფრო ქვევით ჩავიდოდით. გვაქვს მიზანი ცხადია სამნიშნად ციფრამდე მივიდეთ ალბათ. თუმცა ეს ჩვენს ბიუჯეტზე დადებითად არ აისახება ზოგადად, მაგრამ თემა ეს არის, დავალება ეს არის, სახელმწიფომ ეს დავალება მოგცა. ეს საოცარი ციფრია, ისტორიული მინიმუმი დავდებით ავადობის შემთხვევების და ეს ერთბაშად არ მოსულა. ბატონო ლადო, სულ რაღაც წლების წინ 2016 წელს გაგახსენებთ, ჯერ კიდევ საქართველო იყო წამალმდგრადი ტუბერკულოზის მძიმე ფორმების მატარებელი, ეგრეთ წოდებული შავი ათეულის სიაში, ანუ ბოლოდან 10 ქვეყანაში ვიყავით, ვინც ამ მძიმე ტვირთს იდავდა. შესაბამისად ეს რასაკვირველია პროგრესია, ეს დიდებული მიღწევა. მე კიდევ ერთ სლაიდს მივაქცევ თქვენს ყურადღებას. ქალბატონ ირინას ჰქონდა ის ბოლო სლაიდი, რომელიც ასახავდა 4 ქვეყნის შესწავლის შედეგებს, სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდა და ეხებოდა ლატენტური, ახლა მას უკვე ჰქვია ტუბერკულოზური ინფექცია. და აი ამ ასე ვთქვათ, პრევენციული მკურნალობის პროცესს, რომელიც ძალიან დიდ შედეგებს იძლევა უკვე ეს შორსმევალ პერსპექტივაში. ანუ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ბუნებრივია სტრატეგია და ეს იმ 2023-25 წლების სტრატეგიაში იყო ჩაწერილი და ეს იყო ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ციფრები, რაც შეეხება იმ კონკრეტული ავადობის მაჩვენებელს. ეს არის შედეგი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ჯანდაცვის ეკონომიკაზე გადის. აი იმ ლანცეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული იყო, რომ თუ ასე გააგრძელებს ქვეყანა, ანუ საქართველოსია საუბარი, 86 მილიონ ამერიკულ დოლარს დაზოგავს ქვეყანა 2034 წლის ჩათვლით, თუ არ მეშლება ციფრი. ანუ ჩვენ არა ვართ მხოლოდ დოტაციაზე მყოფი რაღაც ერთი მიმართულება, რომელიც არის ხელისშემყურე, ესე ვთქვათ, სოციალური პროექტი, მხოლოდ. ანუ ჩვენს რაღაც გარკვეული ბენეფიტის მოტანა შეგვიძლია. ერთ ციფრს გეტყვით კიდევ. 2016 წელი ვახსენეთ, იმ პერიოდის მონაცემები რა ავადობაც იყო მაშინ ტუბერკულოზით საქართველოში და ეს იყო 3550 შემთხვევა. დღეს რომ მათთვის გვემკურნალა დღევანდელი ტარიფით, დღევანდელი გადასახედით, ანუ ის რაც ამის აუცილებლობა არის, სხვაობას მივიღებდით 15 მილიონ 550 ლარს. ანუ ეს თანხაც დაიზოგა ქვეყანამ და ეს დაზოგილი თემა მიდის ბუნებრივია თემის პროგრესისთვის რა კუთხით. ის რაც ბატონმა რამაზ ყურაშვილმა, პროფესორმა ყურაშვილმა ახსენა შესანიშნავი ინიციატივა ჩვენი ერთობლივი, რომელიც შეეხება დიაბეტის და ტუბერკულოზის ერთობლივ მართვას. რატომ? შაქრიანი დიაბეტის პირობებში ტუბერკულოზის განვითარების რისკი 6-ჯერ მატულობს. ეს არის დადგენილი ფაქტი, მტკიცებულება, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ აი მოწყვლად ჯგუფებთან ეს სკრინინგული თემები ძალიან უნდა განვავითაროთ. ეხლა ეს თემა, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი კოლეგები, მე მათ კიდევ ერთხელ მივესალმები, ჩვენ პატივისცემას უდასტურებ, ჩვენ გქონდა დაახლოებით 10 დღის წინ, არა, ქალბატონ ნანა იყო შეხვედრა, ძალიან დიდი საერთაშორისო ფორუმი, სწორედ შეეხებოდა თემა
ტუბერკულოზის ვაქცინებს. დღეს კვლევებში, აი თქვენს კიდეც ჩვენმა კოლეგებმა, რომ გლობალურ კვლევით pipeline ხაზი ალბათ ქართულად უფრო სწორი იქნება 15-18 კანდიდატი ვაქცინაა. ბატონი ლადოს BCG ვაქცინასთან დაკავშირებულ თემაზე მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ლონდონში არის ერთი რაიონი უფრო სწორად, ჩვენი გადასახედიდან იქ, სეგმენტი ამ მუნიციპალური გეოგრაფიის, სადაც BCG ვაქცინაცია ტარდება ყველა ახალშობილზე. რატომ? იმიტომ რომ იქ ცხოვრობენ როგორც სოციალურად შედარებით დაუცველნი, ასევე მიგრანტები, უმეტესობა. ამიტომ იმათ საჭიროების მიხედვით შექმნეს ეს პარადიგმა. სხვაგან არა, მარტო სოციალური თემაც არ არის. ჩვენ რომ მობრძანდეთ ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, რეფერალური ლაბორატორია გვაქვს არაჩვეულებრივი ჩვენი გერმანელი პარტნიორების მიერ აშენებული. კიბის გასწვრივ არის სურათები მსოფლიოს გამოჩენილი მოღვაწეების მუზეუმში გეგონებათ თავი, არის საოცარი სახელები, მეფეები, პრეზიდენტები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ აფრიკის და ასე შემდეგ. ყველა მათგანი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ანუ მარტო სოციალური თემა არ იყო წამყვანი, ეს სამწუხაროდ ესეთ ერთგვარ მოდურ სენადაც კი ითვლებოდა, მოგეხსენებათ საუკუნის დასაწყისში. ერთ ციფრსაც გეტყვით. ტუბერკულოზი ეს ის დაავადებაა, რომელსაც მე-19-მე-20 საუკუნეების მანძილზე შეწირული ხავს, არც მეტი შეიძლება, ნაკლები არა, 1 მილიარდი ადამიანი. ანუ ეს მსოფლიო ომები, კატაკლიზმები, ორმუზის ყური, ესენი ყველა რო გაერთიანოთ, ტუბერკულოზმა გაცილებით მეტი შეიწირა. ანუ ეს არის უდიდესი მსოფლიო სოციალური პრობლემა. ქალბატონმა ირინამ ახსენა და ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ პირველი მკვლელი, ინფექციური მკვლელი დღესდღეობით რჩება ტუბერკულოზი. კარგია შემცირებული შედეგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტუბერკულოზი გაქრა. ერთი არანამკურნალები, გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტი. არის საფრთხე, რომ წლის განმავლობაში ის 16-20 ადამიანს დაავადებს. ანუ გავჩერდებით, თემა ჩავარდება, ველოსიპედებითაა, გაჩერდებით წაიქცევა. ანუ ეს არის მაქსიმალურად ხელშეწყობის თემასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მოითხოვს ჩვენს მზაობას. ეხლა რაც შეეხება ძალიან საჭიროა საკითხები ვაქცინები. 2030 წელია დათქმული, მე აღარ შეუდგები გამეორებას იმ ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, მათ შორის არის ბუნებრივია შესუსტებული ცოცხალი, შესუსტებული ვაქცინები, RNA-ის შემცველი ვაქცინები და ასე შემდეგ, რომელთა მიზანი, ან BCG ვაქცინის მიზანი 1921 წელს კალმეტის და გერენის მიერ როცა იყო შექმნილი, იყო თავიდან აეცილებინა ბავშვებში ტუბერკულოზის მძიმე ფორმების განვითარება, კერძოდ ტუბერკულოზური მენინგიტი, მილიარული ტუბერკულოზი და ასე შემდეგ. აი ეს იყო მიზანი ამ ვაქცინის და სხვა შორის ხარის ტუბერკულოზის მიკობაქტერიის შტამით იყო ეს შექმნილი. დღესდღეობით ახლა ეს პროცესი პროგრესისკენ მიდის, რომ ხანგრძლივ მოქმედი, ასე ვთქვათ, ავიღოთ ჩვენ შესაძლებლობა და მეორე თემა. ქვეყანა მზად უნდა დახვდეს ამ 2030 წლამდეც უნდა მივიდეთ ისე, რომ აღნიშნეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ ეს არ არის ის თემა, რომ იქ სრული მოცვა და ერთი ჯადოსნური ჯოხის დაქნევით ტუბერკულოზის სამყაროში გაქრება. ამას უნდა ძალიან დიდი მუშაობა, ძალისხმევა და ამ მხრივ შეუცვლელი როლი აქვს სწორედ სკრინინგულ პროექტებს და პროგრამებს, რომელიც ჩვენი ახალი ცენტრის, ახალი სახელით ქვეშ ჩვენი, ასე ვთქვათ, მუშაობის პროცესში იქნება გათვალისწინებული და აუცილებლად გათვალისწინებული. და კიდევ ერთი თემა და დავასრულებ, ბოდიშს მოვიხდი, თუ გამიგრძელდა, თემა ასეთი, ახლა გახსოვთ თქვენ ჩვენ სოციალისტური, ასე ვთქვათ, იმ პერიოდის ბევრი პერიპეტია გვაქვს გავლილი და ცნობილი ესეთი, ანეკდოტი დავარქვათ, იყო, რომ კრება იყო შეკრებილი და ორ საკითხს იხილავდნენ. ერთი იყო კომუნიზმის მშენებლობა ერთ-ერთ სოფელში და მეორე იყო რაღაცი კონკრეტული ლოკალური ბოსლის თუ რაღაც. ხო და ჩვენს გაჭირვებას ვაქცინების თემა რასაკვირველია, კარგია და განვითარდება და ჩვენ შევეგებებით, მაგრამ ჩვენი გაჭირვება არის ჩვენი ფინანსური მდგრადობა. არაჩვეულებრივია, რომ ყოველ წელს ნარჩუნდება ის ფინანსური პოტენციალი, რომ შეინარჩუნოს ცენტრი, ახლა ჩვენ ვართ სტრატეგიული გარდაქმნის პერიოდში, აქტიურად მუშაობთ ჩვენ სამედიცინო ჰოლდინგთან და სამინისტროსთან ერთად. პირადად მინისტრის ჩართულობით რამდენჯერმე თემა არის გავლილი და ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ გამრავალფეროვნდეთ როგორც კლინიკა. მაგრამ ეს მიმართულებები, რაც ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მდგრადობას ნიშნავს, ეს აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. მაგრამ კითხვა ესეთი მექნება
თქვენ თუ ეხლა გამოცდილი კლინიცისტები ბრძანდებით და არაჩვეულებრივი მოღვაწეები და აი მართლა წარმოადგენთ ქართულ სამედიცინო ელიტას. კლინიკა, სადაც სამწუხარო დიაგნოსტიკთან შეჭიდული ჯგუფების ტიპით მოხდა ჩვენი დაფინანსების მოდელის შეცვლა, ეს იყო 2016-18 წლებში. და მას მერე ვწვალობთ. მას მერე პრობლემაა. რატომ? იმიტომ რომ შემთხვევათა რაოდენობა მანამდე ბევრი იყო და ეს ბიუჯეტის მდგრადობას გარკვეულწილად განაპირობებდა, თავს ვინახავდით, ეხლა დადგა ის პერიოდი, როდესაც ეს ტარიფი არის შეუძლებელი. ტარიფში რას გულისხმობთ? რომ გავყოთ ის ციფრი, რაც იმ 5000 ლარი დაუშვათ და 45 დღე დაყოვნების ერთ-ერთი მაგალითად ერთ-ერთი ფორმა ჩვენი ესე იქნა შეფასებული. როგორ შეიძლება დღეში 72 ლარად 3-ჯერად, 4-ჯერად იყვებით უზრუნველყოთ პაციენტი, მედიკამენტები არ დაგავიწყდეთ 14 თუ არ ვწდები ნანა მედიკამენტი სულ მცირე, რომელიც ჭირდება იმ სამივე ფაზის მკურნალობას, ხელფასი, კომუნალური და ყველა ასეთი, რომ ეს მოვიცვათ. არც ერთ კერძო კლინიკას არც დაესიზმრება ეს, რომ ვთქვათ, და აი ახლა სწორედ არის ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ამ გადაკეთების ეტაპზე ვიმყოფებით. იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ 27 ლარზე იყო საუბარი დღეში. ანუ ეს შეუძლებელია ასე თვითონ პროგრამის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ბიუჯეტში არის ეს თანხები. და ჩვენ გვრჩება სამწუხაროდ აუცილებლად. ანუ მეთოდოლოგია არის შესაძლებელი. და კიდევ ერთი ახლა ჩვენ რასაკვირველია საამაყო გვაქვს და აქ ძალიან ბევრი მადლობა გაჟღერდა ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტს უზიარებთ ჩვენს მადლიერებას და გამოუხატავთ მადლობას და ბატონ ზაზა რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა დღეს. რასაკვირველია ჩვენი სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია საერთოდ რამეზე ფიქრი. ჩვენ სამედიცინო ჰოლდინგი აი ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად ყველა დეტალში არიან ჩართულები და საოცრად კარგი ესეთი კოლაბორაცია მიდის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ სარგებლობ შემთხვევით და მადლობას უცხადებ მათ, ვინც შექმნეს ეს რეალობა, აქამდე დაიყვანეს ეს მოცემულობა ჩვენი კლინიკური გუნდია, ჩვენი არაჩვეულებრივი პერსონალი, მათ შორის არ ვიტყვი რომ მხოლოდ სამედიცინო, ეს ერთი გუნდი მართლა, როგორც სამეურნეო, როგორც ტექნიკური მძღოლები, რა ვიცი, აი ყველა ერთად რადიოლოგიური სამსახური აი ბევრი გეგმები გვაქვს ჩვენ აი ძალიან მოუთმენლად ველით ვთქვათ იმ მაგნიტური რეზონანსის თემას 30 მარტს ახლა მთავრდება უკვე ეს ტენდერი და სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ მე ბატონი ირაკლი გვესწრება კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენი სამინისტროს რომ ეს დიდი ტექნოლოგიური აღჭურვა იქნება ჩვენთვის იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ბატონი ვანიკო დამეთანხმება ყველა მენინგიტის ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევა და აი ეს თემები ამ მაგნიტური რეზონანსის გარეშე შეუფასებელი რჩება და კიდევ ერთხელ მადლიერება ჩვენ გუნდს. ეხლა თან საამაყოც არის ის რომ აგერ ქალბატონი ნანა კირია არის ევროპის ეკო კონსილიუმი ასე ქვია იმ პროექტს გაერთიანების წარმართველი, ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ეს მოდელი იქნა გადატანილი, მოწონებული და დაევალა მას ამ საქმიანობის გაგრძელება უკვე ევროპის მასშტაბით. ასე რომ ამ ხრივაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შეხება და კვლევები. აი კვლევებზე დგას ჩვენი განვითარება. ეხლა მე ბოდიშს ვიხდი, რამდენი ინსტიტუცია გვეგულება საქართველოში, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 350-მდე პუბლიკაცია მაღალი და საშუალო იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში. აქ საუბარია Lancet-ზე, New England Journal of Medicine-ზე, აქ არის საუბარი ფილტვის დაავადებათა საერთაშორისო ჟურნალზე, ნევროლოგიის ჟურნალზე, ინფექციურ დაავადებათა უამრავი ჟურნალები. ანუ ეს აქტიური ფლანგი რატომ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციამ დაგვავალა, ქვეყანას დაავალა აქტიურად ჩაერთეთ, ვინაიდან კვლევების გარეშე არც ვაქცინა იქნება, არც ახალი რეჟიმები იქნება, პრეპარატები და არც სხვა ის წარმატება, რაც დღეს შეიძლება გქონდეს. ასე რომ დიდი მადლობა ამ შეხვედრისთვის, აი ამ დებატებისთვის, ამ საკითხების განხილვისთვის, ქალბატონ ნანას გადავწევთ. მადლობა ბატონო ზაზა, ჩვენი მოწონება ქალბატონ ნანას წარმატებებს და მის ჩვენია მის დიახ, ისი ამომწურავად ხო რომ მე მინდოდა რომ თქვენი წარმატება შეგვექოდა წინსვლა და წარმატებები მუდამ ეხლა ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია ახსენეს და ბატონ სილვიო დომენტია ჩვენთან მრავალი წლის ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი და მინდა მას გადავცეორიო და სიტყვით მთხოვა და ასევე მინდა თქვენთან ერთად მივესალმო
ბატონ ალექსანდრუს, რომელიც UNICEF-ის ახალი ხელმძღვანელია საქართველოში, მოგესალმებით, წარმატებას გისურვებთ, თქვენი პირველი ვიზიტია პარლამენტში და მინდა თქვენს მთელ მაგარ გუნდს UNICEF-ისთვისაც მივესალმო და დარწმუნებული ვარ, კიდე არაერთი ერთობლივი პროექტი გვექნება, ისევე როგორც ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციასთან. გისმენთ ბატონო სილვიო. ისე ორივე ადამიანი მოლდავეთიდან არო, იცოდეთ, საინტერესოა ძალიან, როგორ გადაწყვეტეს ასე. ქართულსაც სწავლობენ, რა თქმა უნდა. This is just coincidence. უბრალოდ დამთხოვაა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა დოქტორ ზაზას, დოქტორ ვლადოს, დოქტორ ირაკლის ძალიან სასიამოვნოა საბჭოს თომაზე მუშაობა, ჩვენ ყოველთვის გახსნილი, კოლექტიური დისკუსია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ გამოცდილების გაზიარების, ჩვენ შორის, ჩვენ შეგვიძლია წარმატებას ვეწიოთ. ჩემთვის საზრისი სიმბოლურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთი კვირის შემდეგ ჩვენ აღნიშნავ ტუბერკულოზის დღეს. კარგია რომ ადრეულად დავიწყეთ დისკუსიები დროულად. და ტუბერკულოზის დღე რა თქმა უნდა მიზნული იქნება ტუბერკულოზის დასრულებასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს ჯანმოში რომ იგი დასრულდება. ყველა გამოწვევების, ფონდების შემცირების, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ საქართველოში დასრულდება ტუბერკულოზი. ამისთვის რამდენიმე წინაპირობა გვჭირდება, ზოგიერთი უკვე იყო აღნიშნული, პირველი გახლავთ გრადი დაფინანსება, რაც უმნიშვნელოვანესია, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება ტუბერკულოზში და ვერაფერი ვერ მოხდება ტუბერკულოზის ინვესტირების გარეშე და ეს რა თქმა უნდა ამონაგებს მოგცემს. საქართველოს ესე ვთქვათ, ცუდ სიტუაციაშია, იმიტომ რომ ბიუჯეტი აფინანსებს ყველა აქტივობებს, ხოლო 10%-ია გარე დაფინანსება. წლების თვალსაზრისით ალბათ მთლიანად დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტი, იმიტომ რომ გლობალური ფონდი, რომელიც მთავარი დამაფინანსებელია, ბოლო რაუნდი 29-30 წლებში მოხდება, იმიტომ რომ საქართველო არის შუა მაღალი შემოსავლების ქვეყანა და აღარ მიიღებს დაფინანსებას გლობალური ფონდისგან და მოდით გამოვიყენოთ ბოლო რაუნდი გლობალური ფონდის ასიგნებისა და როგორ უზრუნველყოთ მდგრადობა ამის შემდეგ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის მიღება ინოვაციების. ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო ქალბატონისგან გაჟღერებული, ბევრი ინოვაცია იყო მიღებული საქართველოში წარმატებულად. მაგალითად დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები, ახალი მკურნალობის რეჟიმი, მაგალითად მოლეკულარული ტესტების, სწრაფი ტესტების MDR-ის თვალსაზრისით. კომპიუტერიზებული დიაგნოსტიკა მოვისმინეთ. მკერდის, რენტგენის, პორტატული მოწყობილობები, ეს ყველაფერი საქართველოში გამოიყენება და საქართველო მიემართება ძალიან მოკლე ვადიანი მკურნალობის რეჟიმებისკენ და ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული მკურნალობა, რომელიც ასევე კარგად მიმდინარეობს საქართველოში და რაც შეეხება ვაქცინები, ინოვაციის, ახალი ინოვაციის ჩვენ ლაპარაკობთ მიღებაზე ინოვაციის და ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს, ეს დისკუსია ცოტა ადრე მიდის, მაგრამ გლობალურ ტუბერკულოზის საბჭოში კოლეგები როგორც აცხადებენ, მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ ინფორმირებული რა ხდება და ქვეყანამ დაიწყოს მომზადება ამისთვის. სანამ ეს მოხდება, საუკეთესო სცენარში, სადაც 28 წელს აღნიშნული ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ამ დრომდე უნდა გამოვიყენოთ ინოვაციები, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ უნდა მოვახდინოთ დამატებით ინვესტირება ადრეულ დიაგნოსტიკაში, დიაგნოსტიკურ მკურნალობაში, ყველა რეჟიმისა პრევენციულ მკურნალობაში, მაგრამ პარალელურად უნდა მოვემზადოთ ამ ვაქცინის მიღებისთვის. და მე არ მინდა ძალიან დიდი დრო წაგართვათ, იმიტომ რომ ჩვენ ცალკე დისკუსია შეგვიძლია ჩავატაროთ ვაქცინებზე, ჩავთოთ ჯანმოს ექსპერტები, რომ უფრო დეტალური პრეზენტაციები წარმოგვიდგინონ. მინდა უბრალოდ აღნიშნო, რომ კრიტერიუმი ახალი ვაქცინებისთვის ჯანმოს შემუშავებულია და ჩვენ ზუსტად იმ ვაქცინას უყურებთ, რომელიც გვჭირდება, იმიტომ რომ
რაც დრო გადის მოზრდილებში უფრო იზრდება რაოდენობა. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ კლინიკური პულმონური დაავადებებს ვებრძოლოთ ახალგაზრდებში და მოზრდილებში 50% ეფექტურობა რა თქმა უნდა კარგია ვიდრე არაფერი და 70%-იც და რა თქმა უნდა ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლავთ უსაფრთხოება და დამერწმუნეთ რომ გაგვაჩნია ძალიან სტრატეგიული და სერიოზული საკონსტიტუციო საბჭო რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს ითვალისწინებს და სანამ ეს ვაქცინები დამტკიცდება ეს ყველაფერი იქნება ხედელობაში მიღებული კიდევ ერთი საკითხი ეს არის პაციენტზე ბაზირებული კვლევა იყო აღნიშნული ძალიან კარგი აქვს მომსახურების ინტეგრაცია მაგალითად დიაბეტთან ინტეგრაცია და ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს მაგალითად ინტეგრაციის პირველად ჯანდაცვის სფეროში რომელიც რეკომენდაციას ვაძლევთ სხვა ქვეყნებსაც მეორე შემდეგი გახლავთ მულტისექტორალური მიდგომა მრავალსექტორალური მიდგომა იმიტომ რომ ტუბერკულოზი ბიზნესს აძლევს სიგარიბე, ცუდიკოება, ძალიან მნიშვნელოვანი ყველა სექტორი იყოს ჩართული, მაგრამ რაც ხდება დღესდღეობით არის მრავალსექტორული მიდგომა. აი ამისთვის იყო ორგანიზებული ჩვენი შეხვედრა, რომ ყველა მოთამაშე ერთ მაგიდასთან მოსულიყო და ბოლო ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რაც უკვე მივიღეთ, რაცაც მივაქციეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ასეულს ფინანსური გამოწვევები, განსხვავებული გლობალური გამოწვევები, რაც მივახციეთ, დასაფასებელია, მოდი დავიცვათ ეს და ამ საფუძველზე წინ ვიაროთ დიდი ბოდიში, უკვე დიდი ხანია მუშაობთ და thank you very much for interesting intervention. Iraklis Asania is kindly requested to take the floor. ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო პარლამენტის წევრებო, ძვირფასო საბჭოს წევრებო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი შეხვედრისთვის, ისევ როგორც წინა სხდომა, ესეც ნამდვილად სარგებლიანი და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მე ნამდვილად მჯერა, რომ ჯანდაცვის პრევენცია და ხელშეწყობა ეს არის ინვესტიცია მომავალში, ქვეყნის მომავალში. ამიტომ აქედან გამომდინარე ის საჭიროებს ესეთ კოორდინირებულ მუშაობას პარლამენტის, მთავრობის, ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მულტისექტორული წარმოადგენლების სხვადასხვა სპეციალობების, რომლის მაგალითსაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ და რაც კიდევ ერთხელ არის მისასალმებელი და ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი შეხვედრები. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები დიდი მიღწევები, რომელიც გვაქვს ტუბერკულოზის მიმართულებით, დღეს ვნახავთ ასევე ძალიან საინტერესო მოვისმენთ საინტერესო მოხსენებას ტყუის სტრატეგიასთან დაკავშირებით და სწორედ ეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუ არა ესეთი ერთობლივი მუშაობა, თუ არა ესე მულტისექტორული ჩართულობა, ალბათ წარმატების მიღწევა იქნება რთული. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ ყველას წარმატებას და გისურვებთ ესეთი შემართებით ერთად თანამშრომლობას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. გადავდივართ ჩვენი დღის წესრიგის მეორე საკითხზე, ეს არის ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის მიმდინარეობა. მოხსენებელი არის ბატონი პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.
მეცნიერების დარგში. ბატონო ბატა, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გისმენთ. ბატონებო, კოლეგებო, ვიცი რომ უკვე გვიანია, ამიტომ ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ მოგახსენოთ ჩემი პრეზენტაცია. ეხლა ესეც ტუბერკულოზის არ იყოს, არ არის ასე ვთქვათ, განვითარებული ქვეყნების პრობლემა ძირითადად. და შარშან უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე იყო საკითხი განხილული, ანუ დაისახა უკვე მსოფლიო გეგმები. ეხლა ჩვენთან იცით, რომ ეს პრობლემა დაიწყო მიქსის კვლევიდან, კიდე შევადარებთ იმას და უკვე 2019 წლიდან ამუშავდა ჯერ ტყვის ბიომონიტორინგის პროგრამა ქვეყანაში და შემდეგ უკვე ზედამხედველობის სისტემა დაიწყო 23 წლიდან. პროგრამის ბიუჯეტს ვხედავთ და გამოკვლეულობ საკმაოდ წარმოიდგინეთ, რომ 2020 წელს, მაშინ ახლა პრობლემა იყო, მაგრამ პანდემიის მიუხედავად, რომ აი ასეთ შედეგები იყო პირველივე წელს, თქვათ, პროგრამის უпростоრ 19-ში დაიწყო, მაგრამ 20-ში იყო, ასე თქვათ, პიკი, როცა ვავლენდით და აი შემდეგ საერთოდ ჩანს თუ რამდენი იყო მაშინ გამოვლენილი პირველად როცა ამუშავდა ეს სახელმწიფო პროგრამა. ეს არის უკვე მკურნალობაში ჩართული ბენეფიციარები, საბედნიეროდ ვატყობთ, რომ ბოლო წლებში უკვე ეს მაქსიმალურად მცირდება იმ ბავშვების რაოდენობა, ვისაც მკურნალობაში ჩართვა სჭირდება და ეს ზედამხედველობის სისტემა ისევ მიქსს უნდა დაუბრუნეთ, რომ მაშინ 2-7 წლის ბავშვების შემთხვევით შერჩევით იქნა 51%-ის ჰქონდა, ასე ვთქვათ, ტყვის დონე 5-ზე მეტი, რაც რა თქმა უნდა და ამის საფუძველზე შემუშავდა სწორედ ყველაფერი ეს, ასე ვთქვათ, შემდეგ პროგრამები სახელმწიფო და რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი არის, ეხლა ამაზე ძალიან არ გავაჩერებ, თავარი არის, რომ პირველადი პრევენცია. პირველადი პრევენცია არის ძირითადი ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა. და პილოტური ახლა პროექტი, რომელიც თავის დროზე ზედამხედველობის დაიწყო, ეს იყო 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში კონცენტრაციის მონიტორინგი წლიურად ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. აქვე ვიტყვი, რომ აი სახელმწიფო პროგრამა პირველად რო ამუშავდა, ექიმები უნდა გამოევლინათ ბავშვები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ რო პილოტი გავაკეთეთ, უფრო მეც პოულობდა ეს შემთხვევით შერჩევით ვიდრე ექიმების მიერ და თანაც აი რატო ამას მე აი ბოლოში რო ჩვენ რა შედეგებიც ვივიღოთ, მე გამოჩნდება, რომ დედა თუ ყურადღებიანია, დედა თუ რა ქვია, კაი განათლებულია, ესა უფრო მიაქცევს იმ ბავშვს ყურადღებას და იმ ბავშვს ყურა ნაკლები აქვს. ამიტომ ჩვენ აი სწორედ შემთხვევით შერჩევა იმ საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა ვნახოთ. ეს დიდარი ზღარებით განათლებული დედით, შვილიც, ნაკლები განათლების მქონე შვილიც. და რა თქმა უნდა, მთავარი არის ისევ და ისევ ტყვის წყაროების იდენტიფიცირება. ნუ აქ მეთოდოლოგიაზე მე აღარ შევჩერდები დაწვრილებით. და თავარია რომ აი დაინერგა ის რომ რამაც გაადვილა კიდე მუშაობა რომ ვენური სისხლიდან გადავედით კაპილარული სისხლის ანალიზატორებზე და საბოლოოდ ზედამხედველობის სისტემის დანერგვა პირველი 2 წელიწადი ეს იყო რა თქმა უნდა დავიწყეთ იქიდან საიდანაც იყო ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო დასავლეთ საქართველოს და მიქსიდან დროს პირველი ვინც აჩვენა ყველაზე მაღალი ეს იყო აჭარა და შემდეგ იმერეთი. შემდეგ რა თქმა უნდა უკვე შარშან გაფართოვდა პროგრამა, ჩაერთო კახეთი, თბილისი, სამეგრელო, ზემო-სვანეთი და წელს უკვე მთელი ქვეყანა იქნება ჩართული პროგრამაში. და ეხლა აი ეს 5 მილილიტრი იყო თავის დროზე მიღებული ხო, ასე ვთქვათ, ზღვარად და რეგიონების მიხედვით გავრცელება 23-ში ხედავთ, აჭარაში იყო 18-ზე მეტი ცოტათი, იმერეთში იყო 22, ნუ ეს მიქსთან შედარებით, რა თქმა უნდა, უკვე არაფერი აღარ იყო, მაგრამ ნუ მაინც საყურადღებო იყო და უკვე ერთ წელიწადში კიდევ აჭარაში კიდევ მოიკლო, იმერეთში ნუ ძალიან მოიკლო მართალია, მაგრამ იმერეთი და თბილისი, რომელიც თბილისი ყოველთვის ნაკლები იყო, მაგრამ სამწუხაროდ გამოპასუხების მაჩვენებელი არის ნაკლები. ანუ იქ სადაც პრობლემა უფრო იციან, აჭარაში საკმაოდ კარგად იციან ეს პრობლემა და ამიტომ უფრო
ანუ შერჩეული რო არის ბავშვი მოჯახიდან ის ბავშვი უნდა გამოიკვლიო რომ არ მოხდეს ასე ვთქვათ ცდომილება ხო კვლევის შედეგებში მაგრამ როდესაც მე ჩვენ აი დავიყვანეთ ასე ვთქვათ უკვე არა იმაზე რაც ჩვენთან არის მიღებული ვთქვათ 5 არამედ 3.5-ზე ცალკე გავაანალიზეთ ნახეთ რა შედეგებია ეს არის მიქსის დროინდელი მონაცემები 18 წლის და ზედამხედველობის სისტემის მონაცემები 23-25 წლებში ну მატება არის როგორც განსაკუთრებით მატება არის 10-ზე მეტი ვისაც ქონდა თქვათ ბავშვებში იმათში და ფაქტიურად აღარ არის ძალიან ცოტა 10-ზე მეტი ნაკლებია კვლევა სხვა შორის 5-ზე მეტი ვისაც აქვს იმიტომ რომ ამ 5-ზე მეტში ეხლა მოხვდა ისინი ვინც აი 10-ზე მეტი რო იყო ისინი შემცირდა ეხლა მაგრამ ის თლათ 5-ზე ნაკლები ვერ გახდა ჯერ და ამიტომ 5-სა და 9 შორის არის და ნუ აი ძალიან ასე ვთქვათ 3.5 რაც მიღებული ნორმაა ასე ვთქვათ ძალიან ესეთ განვითარებულ ქვეყნებში ჩვენც ახლა 3.5-ზე რო გადავთვალეთ მიქსის შედეგებით ხომ გამოგვივიდა რომ საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს მთელი ეს წლები ქვეყანაში ნამდვილად არის ძალიან დიდი პროგრესი ტყვის შემცირებაში ну აქ უკვე არის რეგიონების მიხედვით 23-25 წლებში უკვე 3.5-ზე მეტი ვისაც ქონდა აი ამითი ავიღეთ ამ რეგიონებში მონაცემები მაგრამ ну ესეც კიდე ერთხელ აჩვენებს რომ 3.5 კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს არის ძალიან მაღალი განვითარების ქვეყნები ამას არგებლობენ ახლა ჩვენ 5 რო ქონდა ახლა 3.5 და ამიტომ ჩვენ რომ მოვჩებით ამ კვლევას გვინდა უკვე მე დავსვათ ის საკითხი რომ ჩვენთანაც არა 5 იყოს კატპოინტი ასე ვთქვათ ამისათვის არამედ 3.5 მაგრამ ნუ ამას კიდე უგჭირდება მასალის დაგროვება და ფაქტორები ახლა რომელიც ასოცირებულია სისხლის შემცველობაზე 3.5-ზე მეტი რაც არის კითხვარების ეს იყო შეუღებავი კედლები ქალაქად ცხოვრება სამკაულებთან შეხება სანადირო ტყვიებთან შეხება და ნუ სამწუხაროდ სუნელები ისევ რჩება მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ღონისძიებები ჩატარდა მაგრამ რაღაც მცირე ნაწილში სუნელები მაინც რჩება და ახლა 5-ზე მეტი ვისაც ქონდა ბავშვებს და ნახეთ რა არის ძირითადი რა აღმოჩნდა და ახლა უბრუნდები თავიდან რაც თქვი იმას და შედარებით დედის დასაქმება უმუშევარი დედა ანუ შესაბამისად განათლების დონეც და ოჯახის დაბალი შემოსავალი აი ეს აღმოჩნდა ძირითადი განსხვავება იმ ბავშვებში რომელსაც 5-ზე მეტი აქვს და 5-ზე ნაკლები აქვს და ნუ ეხლა ვაზნები და სათევზაო აღჭურვილობა ნუ ფაქტია ეს რომ ეს არის და არის იმიტომ რომ სამწუხაროდ აი ვისაც ძალიან მაღალი აქვს ბავშვებს ის ძირითადად არის რომ მამა ან მეთავზე ან მონადირე და სახლში რაღაც უთხვის რაღაცებს აკეთებს ერთი ოჯახი იყო ყველაფერი ტყვის ჰქონდა ჩაქუჩი ტყვის ჰქონდა ტყვის დაფაზე კაკალს ტეხავდა და ამ ბავშვს აჭმევდა 70 ჰქონდა იმ ბავშვს ტყვია ეხლა დაგეგმილი აქტივობები 26 წელს ყველა რეგიონში როგორც გითხარით დაინერგება უკვე ზედამხედველობის სისტემა ამ ქვეყანაში ყველა რეგიონი იქნება ამ მეთოდით სულ მეთვალყურეობის ქვეშ 2700 ბავშვი იქნება რანდომულად შერჩეული ვისაც განესაზღვრება ეს მომატებული ტყვის მქონე ბავშვების და საკონტროლო დაბალი ტყვის მქონე ბავშვების შიდა გარემოს კვლევა რა თქმა უნდა ყველა ეტაპზე ტარდება ხოლმე შიდა გარემოს კვლევა და ასევე პუარ-1-ის გამოპოვებული გრანტის ფარგლებში ამ შიდა გარემოს კვლევასთან დამატებით საკვე პროდუქტების კვლევასაც განხორციელდება. ნუ შეჯამებით ორი სიტყვით ვიტყვი რომ ნუ მიქსის შედეგებთან შედარებით ზედამხედველობის სისტემის მონაცემები ნუ აშკარად ტენდენცია შემცირების. ნუ ისევ და ისევ საყურადღებოდ გვჩება აჭარა, გურია, იმერეთი და ნუ დედის უმუშევრობა და ოჯახის საშუალო დაბალი შემოსავალი ასოცირებულია სისხლში ტყვის მომატებულ შემცველობასთან. ეხლა რაც შეეხება აჭარაში კიდე დამატებით საქმიანობას, იმიტომ რომ აჭარა მოგეხსენებათ რახან ასე ვთქვათ, ყველაზე დაზარალებული იყო, აჭარაში ძალიან კარგი კვლევები ტარდება დამატებითი, რაც ქვეყანაში მთლიანად ტარდება, ეს ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის
თან კოლაბორაციის ფარგლებშია და ეს არის ბავშვებში ტყვის და ტყვის იზოტოპების შემცველობა სიცხში და შინამეურნეობების თქვათ ნიმუშებში და ტყვის გავლენა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობაზე ორსულობის ასეთ კვლევების მიხედვით. და აქ მართლაც აქაც ძალიან კარგი არის ეს იზოტოპების შედარება. ეს არის ახალი მეთოდი, იმიტომ რომ შეიძლება ტყვია რაღაცაში იყოს ბევრი, მაგრამ ის არ არის იმ ბავშვი, რაც არის ტყვია, ის ტყვია არ არის ამ ბავშვის ორგანიზმში. ანუ თუ ჩვენ რაღაცაში ვიპოვნეთ ტყვია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ბავშვი ის ტყვიაა. ანუ იზოტოპს როცა იკვლევ, გაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვა, რომ ნამდვილად აი ეს არის ის მიზეზი, რომ ამ ბავშვი ტყვია არის მომატებული. ეს თავიდან კანადაში ტარდებოდა ეს კვლევები და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ახლა უკვე ჩვენ ლაბორატორიაში ტარდება ეს კვლევები, სხვა შორის მოხდა შედარება ჩვენი ლაბორატორიის და კანადის და თითქმის 100%-იანი თანხმოვანია იყო და აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აჭარაში ამ კვლევის შედეგებმა მოგვწია, ეს არის რომ დედების, რომელთაც ორსულობისა სისხლი ტყვის შემცველობა 10-ზე მეტი ჰქონდათ, 45%-ით მომატებული აქვს მცირე წონის ახალშობილის დაბადების რისკი. იმასთან შედარებით, ვისაც 3.5-ზე დაბალი ჰქონდა. სხვა შორის საინტერესოა კიდე რომ იზოტოპური შემადგენლობა 18 წლის და ეხლაც დაახლოებით მსგავსი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, სტატიები გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი საკმაოდ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში და ძალიან დიდი ახლა UNICEF-ი რო აქ არის, ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდე გადაუხადო, რომ UNICEF-ის დახმარებით გაკეთდა ჩვენთან ეს ქიმიური ეს ფაქტორების კვლევის ლაბორატორია. მისი აღჭურვილობა მთლიანად UNICEF-ის დახმარებით იყო ძალიან მაღალტექნოლოგიური. საკმაოდ კარგად არის ახლა ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილი. ძალიან კარგი თქვათ 4 თანამშრომელი გვყავს ჯერჯერობით სულ ამ ლაბორატორიაში, მაგრამ მათ ძალიან კარგი ასე ვთქვათ ტრეინინგები აქვთ გავლილი, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, საკმაოდ ფართო სპექტრს აკეთებენ და რაც უკვე გითხარით, რომ იზოტოპური კვლევაც დანერგილია უკვე ჩვენ ლაბორატორიაში და თვითონ ვაკეთებთ უკვე ამ იზოტოპურ კვლევას და სკრინინგისთვის კიდე გამოიყენება სპეციალური აპარატები. აკრედიტაციაც მოიპოვა ლაბორატორიამ და ყოველწლიურად გადიან, ასე ვთქვათ, ხარისხის გარე კონტროლს ამყვანი ლაბორატორიებთან მსოფლიოში. პრობლემად რჩება ისევ ლაბორატორიული სივრცე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეხლა ლუგარის ცენტრს კი ექვემდებარება, მაგრამ ლუგარის ცენტრში ქიმიურ ლაბორატორიას ვერ შევიტანთ, ამას თავისი წესები აქვს მთელი ლაბორატორია, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებს და ჯერჯერობით ფაქტიურად ფარდულში ვარ განთავსებული, მაგრამ კადრების პრობლემაც არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს მოგვარდება და ჩვენი ლაბორატორია გააგრძელებს თავის საქმიანობას. მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონო პაატა. როგორც სულ საინტერესო მოხსენებთ, იცით რომ პარლამენტის და სამინისტროს მუდმივ კონტროლის ქვეშ აქვს საკითხი აყვანილი, რომელსაც ტყვიას ეხება. არაერთი საინტერესო მიგნება გვაქვს მარტო ჩვენ საბჭოზე, არაერთის ხთომა დაუთმეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ტყვიას ეხებოდა. აქ ძალიან დიდი დამსახურება ალბათ ნინო ნიჟერაძეს, აჭარის მთავრობის სრულად, რომელსაც არაერთი კვლევა და საველე სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს აჭარაში, გურიაში, იმერეთში, რაც გავაკეთეთ. აქ ბევრი პრაქტიკოსი ექიმი არის ჩვენ საბჭოს წევრი და რა თქმა უნდა ჩვენი კოორდინაცია თქვენთან ერთად და თითოეულ პრაქტიკოს ექიმთან ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ახსოვს დაახლოებით 10-20 წლის წინ ის განგაში, რაც უფევდა ქვეყანაში ტყვის აღმოჩენასთან დაკავშირებით, ჯერ სანამ დავიწყებდით ამას ყველაფერს, კიდე ერთხელ დიდი მადლობა UNICEF-ს, რომელიც მართლაც დაგვეხმარა უნიკალური აპარატურით და უკვე საშუალება გვაქვს სრული დიაგნოსტიკა ვაწარმოოთ. აქ რა თქმა უნდა თითოეული თქვენგანის და მათ შორის NCDC-ის ლუგარის ლაბორატორიის ძალიან დიდი დამსახურება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი არ მოადუნებს ყურადღებას ამ მიმართულებით, რათა კიდევ შეიძლება მიგნებები შეიძლება კიდევ იყოს. იმიტომ რომ
მაინც გვჩება შტაბ-ეჭდილება რომ განსაკუთრებით ექიმებს რომ რაღაც გვჩება, იმიტომ რომ სწორი პარალელის გავლება ერთსა და მეორეს შორის ვერ ხერხდება და ეს ბატონმა პაატაც აღნიშნა თავის მოხსენებაში, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით პედიატრებს, განსაკუთრებით მემიანებს, განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება. ქალბატონი რომ ხო არაფერს გვეტყვით? დიდი მადლობა ბატონო ზაზა ამ შესაძლებლობისთვის, როგორც აღნიშნეთ თქვენ ტუბერკულოზთან და ტყვიასთან დაკავშირებით ჩვენ დამხმარე და სხვა დამატებითი ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები გვქონდა. მადლობა მინდა გადაუხადო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და UNICEF-ს, ვინაიდან ტყვიასთან მიმართებაში რომელ ეტაპზე რა დიზაინით უნდა გავრცელებულიყო პროგრამა იყო მუდმივი საკონსულტაციო თემა და ამისთვის ჩვენ მათი რეკომენდაციებით ვსარგებლობდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა ბატონ ზაზას გადაუხადო, ვინაიდან ჩვენ გავდივართ ახლა პროექტირების ეტაპს ტუბერკულოზის, ინფექციური საავადმყოფოს და შიცის რეგიონული ცენტრის პატარა კომპაქტური სახელმწიფო კლინიკა გვექნება და ძალიან ხარში დაგვიდგენ ამ პროექტირების ეტაპზე ქალბატონი მარინა ეზუგბაიეც და მზადავართ რა თქმა უნდა ჩვენ თითოეულ თქვენთაგანთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ ურთიერთობებისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, მე მინდა გითხრათ, რომ ცოტა გაგვიგზელდა დღევანდელის ხდომა, ვიდრე გქონდა და დაგეგმილი, რისთვისაც კიდე ერთხელ ბოდიშ გიხდით ამ ტექნიკური ხარვეზებისთვის, მაგრამ ის საკითხები, რასაც ჩვენ დღეს ვიხილავთ, ეს ამის რეკომენდაციები დაიდება ერთობლივად, რომელიც თქვენ თითოეულ თქვენგანს დაგირიგდებათ და რა თქმა უნდა, მანამდეც თქვენ შეგიძლიათ თითოეულ თქვენგანს ეს რეკომენდაციები გამოგვიგზავნოთ პარლამენტის მეილზე, რათა საბოლოო რეკომენდაციების სახით დავდოთ, მანამ სანამ შემდეგი საბჭოს სხდომა დაიგეგმება. შეკითხვები ხო რა გვაქვს ბატონ პაატასთან? აბა გისმენთ, ქალბატონებო, ბატონებო. დიახ. შეკითხვა არა მაქვს, ბატონო ზაზა, ერთი ციფრი რაც წავიგითხი აქ ამაზე მინდა კომენტარი გავაკეთო. 18% აჩვენა ბატონმა პაატამ აჭარაში 5 მიკროგრამ მილიდეცილზე მეტი მაჩვენებელი. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და იაშვილის კლინიკის თანამშრომლების მიერ იყო ეროვნული პროტოკოლი შედგენილი და ჩვენ პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხეში ყველა ოჯახის ექიმს არ დარჩენილა არც ერთი ექიმი, სადაც არ ჩავსულიყავით, არ შევხვედრილიყავით, მართლა სერიოზული პრობლემა იყო და აჭარის ციფრიც მინდა აუცილებლად თქვა 85% იყო. აჭარაში 2019-18 წელს ეს მაჩვენებელი იყო 85% და ეხლანდელი 18% არის წარმოუდგენლად კარგი მაჩვენებელი, აი წარმოუდგენლად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ძალიან დიდი მადლობა აი ამ დიდი შრომისთვის, განსაკუთრებით ეს ლაბორატორიასთან დაკავშირებით, კვლევის მეთოდთან დაკავშირებით, რაც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ეს არის მართლაც არ მგონია რომ ვინმეს მაშინ მოლოდინი ქონდა რომ საქართველოს ესე ძალიან სწრაფ მოახერხებდა ამ მაჩვენებლის შემცირებას და 18% მე სამწუხაროდ არ ვიცი საერთაშორისო მაჩვენებლად რამდენი შეიძლება იყოს ესეთი სამიზნე ჩვენი, მაგრამ ალბათ არ უნდა იყოს. არა, ეგ ჩვენი სამიზნე რაღაც უნდა იყოს, მაგრამ 18% არის ძალიან კარგი ციფრი და დიდი მადლობა ამისთვის. კარგი რეპლიკა იყო ბატონ პაატასგან, არ უნდა იყოსო და ჩვენს ვიბძვით იმისათვის, რომ არც ტუბერკულოზი და არც ტყვია ორგანიზმში არ უნდა იყოს და კარგი შერწყმა გამოგვივიდა, მე მგონი ამ ორი თემის ვებრძვით იმას, რაც არ უნდა იყოს. უნდა იყოს ჯანმრთელობა, უნდა იყოს მშვიდობა და უნდა იყოს კოლეგიალობა და ურთიერთდამოკიდებულება ისეთი, როგორც სამედიცინო საზოგადოებას, როგორც საქართველოს პარლამენტს, სამინისტროს და ჩვენ არაჩვეულებრივ საბჭოს ეკადრება, რისთვისაც თითოეულ საბჭოს წევრს კიდე ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. შემდგომი ჩვენი შეხვედრა გაიმართება სავარაუდოდ მაის-ივნისის თვეში და რა თქმა უნდა ისე არ დავამთავრებთ, რომ ბატონ სილვიუს ხო არაფერი, ბატონ ალექსანდრე თქვენ ხო არაფერი გსურთ, რო გითხრათ, თქვენი პირველი ვიზიტია, მაგრამ რაღაც შთაბეჭდილება შეგექმნათ უკვე ჩვენზე. Thank you so much. First of all, Mr. Chairperson, thanks so much for the invitation to this advisory board, to the parliamentary committee on health and social issues. It's a pleasure to be here. Let me introduce myself. I'm Alexandru Narte. I'm the deputy representative of UNICEF in Georgia. I joined UNICEF at the beginning of February, so I'm relatively new, but I can say
შევერთით UNICEF-ს თებერვლის დასაწყისში და ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც მოვისმინე საქართველოში, როცა ვიყავი, იყო ტყუის პროგრამა და რამდენად წარმატებულად საქართველოს სამინისტრომ, პარლამენტმა, NCDC-მ, ყველა პარტნიორმა, ვინც სული შეიტანა ამ პროგრამის განხორციელებაში, რამდენად ეფექტურები იყვნენ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში და მინდა ვაღიარო ერთობლივი პარტნიორობა, რომელიც დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. ბატონ პაატას NCDC-დან მან ყოვლისმომცველი პრეზენტაცია წარმოგიდგინა, ნახეთ პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა დროის განმავლობაში UNICEF-ი იყო წამყვანი პარტნიორი მხარდაჭერაში, მთავრობისა, ლაბორატორიული აღჭურვილობით, ტრეინინგებით, რომელიც გახდა საჭირო, ზედამხედველობის სისტემის შექმნით, რომელიც გაშვებული იყო 6 რეგიონში და აგრძელებს გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ რუნქები, როგორც ბატონმა პაატამ გაგვიზიარა და ასევე გვაძლევს საშუალებას გავიგოთ რა სიტუაცია ტყუასთან დაკავშირებით, რა ტენდენციებია ექსპოზიციის თვალსაზრისით და წყაროს ექსპოზიციის წყაროები რომ დავადგინონ. ტყუის საკითხი არ იყო სრულად აღმოფხრილი, კვლავ არის თანამშრომლობისთვის საშუალება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი ბოდიში ჩემმა კოლეგებმა მოამზადეს სრული სიტყვა, რომელიც ვერ წარმოვთქვი, მაგრამ როცა ვნახე ბატონ პაატას პრეზენტაცია და ყველა წვლილი, რომელიც მოვისმინე აქ, მე ვიგრძენი, რომ მაღალ შეფასება უნდა მივცე პარტნიორობას, რომელიც გაგვაჩნია ამ გამოწვევის მოგვარებაში და გავაგრძელებთ იგივე სულისკვეთებით და წარმატებას მივაღწევთ, სანამ საქართველო გახდება თავისუფალი ტყუისგან. ჩვენ ბევრ საკითხებს ვიხილავთ, რომ მე ცოტათი რო იყვნენ ამერია თავში, პოლიომიელიტთან ამერია. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ველით თანამშრომლობის გაგრძელებას. ჩვენ ამდენი აქტივობები გვაქვს, რომელიც ხორციელდება. ჩემი კოლეგები მეუბნევიან, რომ ჩვენ სპეციალისტები ყავს ქიმიური ლაბორატორიიდან, რომელიც მალე ეწევიან NCDC-ს კვებეკში, კანადაში, რომ შეისწავლონ საუკეთესო პრაქტიკები და მოხდება საქართველოსთან ინფორმაციის გაზიარება პროგრესზე. ბოლო დროს ასევე გადავეცით მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელიც კვლევას უფრო ეფექტურს გახდის, მთელი რიგი აქტივობები გვაქვს. ამოცანა ყოველთვის, რომ საქართველო გაახდეს ტყუისგან თავისუფალი, რომ არც ერთი ბავშვი არ იყოს ექსპოზირებული ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი ბოდიში, არ მინდოდა ამდენი მელაპარაკა. მექნება საშუალება, იმედი მაქვს მომავალში მონაწილეობა მივიღო ამ საუბრებში, ამ განხილვებში. ძალიან დიდი მადლობა და ისევ გადმოგცემ თქვენ სიტყვას. ბატონ თავმჯდომარე, დიდი მადლობა. ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს ამსტერდამიდან, ქალბატონი ალესია, რომელიც იჯდა 2 საათნახევარი გვისმენდა აქ, სულგანაბული, კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ჩაგვერთეთ ამსტერდამიდან, ასევე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ჯანიკას, მადლობა სამინისტროს, თითოეულ მოხსენებელს და მინდა ყველას მშვიდობა, ჯანმრთელობა, წინსვლა და წარმატება გესურვოთ თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. მადლობა მომავალ შეხვედრამდე. Thank you very much. Goodbye.